კაი. დავიწყოთ? დავიწყოთ. მიკროფონი მოიდგი. დგმულია. გამარჯობა. ეს არის პოდკასტი მუსკულები. გამარჯობა. გვანცა ფუტკარაძე. გიორგი ჯოფარიძე. ცოლი და ქმარი. ქმარი და ჩვენი საერთო პოდკასტი პირველი სერია მუსკულები. რატო მუსკულები? სახწერაშიც არის მითითებული და შენი იდეა იყო მეგონა. ჩემი არ მახსოვს. მუსკულები ხარ დავარქვათ. ხო, იმიტომ რომ ბევრს ვარჯიშობთ. ხო და რომ ვარჯიშობ ადამიანი, ესე ტყუილად ხო არის ვარჯიშობ, ყველას ხომ და გააგებინო ამის შესახებ. ხო და ესე გადავწყვეტ. ეგ მეგონი საიდან წამოვიდა, იცი? ის რაღაც რილსი რო დადე და მუსკულების ადრე სერიალი იყო მუსკულები გადიოდა 202-ზე და იმის ქუდის სიმღერა დავადეთ და კი. როგორც აქ ყველაფერი რაც არის დეკორაციაში ჩვენი ინდივიდუალიზმის და გემოვნების გამომსახველი სახელიც ეგეთია რა. ჩემი ბავშვობის ის იყო საყვარელი სერიალი იყო მუსკულები. კი, მეც მიყვარდა მუსკულების ყურება. უკან არის ბევრი რაღაცა, რაც ფილმები, სერიალები, რაც ჩვენ გვიყვარს, კიდევ რაღაცები, რაც ჩვენთან არის დაკავშირებული. მაგალითად, აი ჯორდანი. ტერმინატორი რატო და შვარცნეგერი, იმიტომ რომ რაღაცა 90-იანების ფილმებზე ვფიქრობდით და ალბათ ერთ-ერთი საკულტო ფილმი არის ტერმინატორი და მაგარი ფილმია. კი, მე ძალიან მეყვარს დღემდე. ეს პირველია, მე მეორე უფრო მეყვარს. რატო მეორე უფრო? არ ვიცი, მეორეში უფრო. ალბათ მე მგონი პირველად მეორე ვნახე ბავშვობაში. მართლა? ხო, იმიტომ რომ ხო ნახე, თოდის გამოვიდა 92-ში გამოვიდა, 91-ში მეორე. ხო. პირველი რო გამოვიდა დაბადებული არ ვიყავ. 84-ში გამოვიდა პირველი. ხო და ხა ეს არ მახსოვს პირველი და მეორე როგორც, მაგრამ ნუ მეორეში კეთილი არის შვარცნეგერი და მაგიტო შვარცნეგერი მივასწრებდა. რაღაცნაირი არგუმენტია კეთი. ხო, ეხა ბავშვი რო ხარ, აბა რა ის რა ქვია. ცუდი პროჭი შვარცნეგერი ხარ და მივასებოდა და მივასა უფრო კეთილი რო იყო უკვე და ჩვენ მხარეს რო იყო, კეთილების მხარეს რო იყო რა. შენ პირველი უფრო მოგწონს? არა, ვერ ვიტყვი, ორივე ძალიან და მეორეში უფრო ის არის რა, რაღაცა ნუ CGI და რა ვიცი, ხო, უფრო ისეთი მომენტებია დასამახსოვრებელი. მაგალითად ტრაილერი ვხედიდან ხდება. ხო, ტექნიკურადაც ხო უკეთესია. რა ქვია იმ რობოტ T1000 თუ რაღაცა რა ქვია? ხო. ის რო რაღაც იმაში გალიაში რო გაძვრება და იარაღი რო გაიჭედება და ეს გამოატრიალებს. ლიფტში რო ეს ხილებში ყოფს და მოგე. ისინი გამონათქვამები გახსოვს? ბევრი ასტალავის და ბეიბი. I'll be back. არა, I'll be back მოგონი პირველიდან არის. რა მშობლაკ? ორივედან ვამბობ. ხო. ასტალავის და ბეიბი. კიდე გვაქვს აი ამას ვინც გამოიცნობთ რა, ვინ არის? აი ეს ხის უკან რო არის, სწორად თუ უთითებ ხო ვერ ხედავ კარგად. კი, აი. პირველი ვინც დაწერთ კომენტარებში ეს რა პერსონაჟია, ან რომელი სერიალიდან არის ჩვენი დიდი პატივისცემა. ამ ადამიანს. ნუ ხო, ნუ იყანდე მოკლედ Breaking Bad-ი არის, ქართული დეტექტივებია, Stranger Things-ი არის და ასე შემდეგ. ეხ მაყურებელს გაუჩნდება შეკითხვა, დააჭირა YouTube-ს და დაინახა ჩვენი სახეები. ხო. რატო უნდა უყუროთ ამ ადამიანებს, ვინ არიან? კიდე ერთი პოდკასტი დაემატა. იმას აქვია YouTube-ს, ვისაც არ ეზარება ყველამ პოდკასტი გავაკეთეთ. კი, ზუსტად ეგ გამოვიდა თან სახლიდან გავაკეთეთ რაღაცა პოდკასტი. ცოლ-ქმარმა. ხო, და ზუსტად ეგ რეაქცია ექნებათ, რომ ესენი ვიღა არიან. მე შენი პოდკასტის მაყურებელი სიმეთზე. ხო, მეც ალკი პოდკასტი მაქვს, ჯაფარას პოდკასტი. იგივე ხათრით გავუკვირდით. და ხათრით გვიყურონ. ხო, არა. ეს გავასწორო. ხო. ვეცდებით, რომ სახალისოსთან ერთად ესეთი სასარგებლო რაღაცებიც გქონდეს რა, იქნება ეს რაღაცა კვლევები თუ ინფორმაცია თუ რაღაცა. ხო, მოგეთ ამბავი არის ის, რომ ბოდიში გაწყვეტინებ. რომ უბრალოდ ეს კი არ იყოს დავჯექით 2 საათი ვილაპარაკეთ. რაღაცა მანამდე, ჩაწერამდე მოვიძიებთ საინტერესო ინფორმაციას, ფაქტებს, რაღაცებს და ამებს განვიხილავთ და რომ მაყურებელი რომელიც მოისმენს Spotify-ზეც ვიქნებით, მოგვისმენს, ან YouTube-ზე გვიყურებს, რაღაცა დარჩეს ერთი ეპიზოდის ყურების მე, რაღაც საინტერესო ამბავი გაიგოს, საინტერესო ფაქტი, საინტერესო ყველაფერი, რაც უფრო მეტი იქნება, უკეთესი. უფრო მეტი იქნება. სტუდია განვიხილეთ.
ხო, რაღაც უნდა მეთქო სტუდიაზე და არ მოხსენდა. სტუდიაზე უნდა გეთქვა. ეს არის ამასაც ვინც მიხვდება, ეს უფრო ძნელი მისახვედრია, ეს მწვანე და ყვითელი ბურთი რო არის. იმ სერიალის ფანები ადვილად იცნობენ რაც არის და ვინც პირველი და კომენტარებს რა არის, იმასაც ჩვენი დიდი პატივისცემა ჩვენგან. ისე როგორ ამბობ მაგას იცი, აი სუველოდები რომ უნდა თქვა რაღაცა საჩუქარს გადავცემ. ჯერ არა სპონსორები არ აქვს. მოკითხვა. გადავცეთ ხო. ჩვენგან საღოლ იქნება საჩუქარი და მე ვნახავ. ისა ბურთი? უი მართალი ხარ. რომ გონეფარები, ხო. აკეთებს ბურთი. ეს არის ბუდუზი ბზივაძის ხელმოწერით, რომელიც ჩვენ პოდკასტში იყო სტუმრად და მოიცამს გავასწორებ. და მომიწერა ბურთზე ხელი და ეს უნდა ჩანდეს ესეთ კეპი იქ ჩამოკიდებულია, ეს არის UFC-ს კეპი, რომელიც მერაბ დვალიშვილის ხელმოწერით არის. ასე რომ სერიოზული ნივთები ინახება უკვე ამ სტუდიაში რა. კი. და ამაზე იყო კიდე კამათი ქონდა. ტერმინატორზე და სტალონეზე. და ჯორდანს და ფედერერზეც ვიკამათეთ, მაგრამ მაგაზე არ გაგიგრძელა. მოგეთ ვიკამათეთ ვის უფრო მაგარი კარიერა ქონდა? არა. როგორც მსახიობი. რომელი უფრო საკულტო რომელი პლაკატი უნდა დაგვეკიდა აქ რა ტერმინატორი თუ სტალონე, შვარცენეგერი თუ სტალონე? მე კონკრეტულად როკიზე მქონდა ლაპარაკი. ხო და ნუ მოგეთ მე ვამბობდი რომ შვარცენეგერი მოერევა, იმიტომ რომ ტერმინატორში აქ ნათამაშები და პრედატორში. ხო, ეს არის ორი პრედატორი არ არის. ბევრად აიკონიკ არის. არ არის პრედატორი. აიკონიკ არის, იკონური რო გადავთვალე. ანუ ბევრად ისეთია საკულტო არის, ვიდრე რემბო ან როკი. როკი არის საკულტო. რის საფუძველზე ამბობ მაგას? რისიდან რომ აი რაღაცა დამოკიდებულება რო ვიცი ფილმების მოყვარულების. მეცნიერულად არის დამტკიცებული. მეცნიერულად არის დამტკიცებული. ChatGPT-ს ვკითხე იმ დღეს და მითხრა რომ ეგრე არის. არა, ნუ აი რემბო ცოტა ის არის რა, არასერიოზული პერსონაჟია. ანუ ტერმინატორი რემბოს ერევა. ანუ ერევა ფიზიკურადაც აი ორი რო აჭყუბო. და ერევა როგორც პერსონაჟი, ანუ როგორც კინოს ისტორიის. ეხლა მოდი ობიექტურები ვიყოთ რა. ხო, ჭიქები გვაქვს რიკ ენ მორტის და პინკ ფლოიდის. რამე მათქმევი. ობიექტურად რო შეხედო რა. ხო. შვარცენეგერი როგორც მსახიობი ტერმინატორში. ხო. არ არის ისეთი, როგორც როკიში არის სტალონე. და თან ბევრად სტალონემ ბევრად რთული გზა გაიარა მსახიობობამდე, სანამ მივიდო და სანამ ვარსკვლავი გახდებოდა იქამდე. მაგალითად რაღაცინებს. რამდენად სწორია ეს პოდკასტის დაწყება ამ თემით. ფერმა გამორთა უკვე. ხო, მინდი მაგალითად რა. მაგრამ ვინც შემორჩა, ისინი ორმაგად გვიყვარს რომ აგრძელებენ მოსმენას. სტალონე მოერევა თუ შვარცენეგერი. სტალონე მოერევა თუ შვარცენეგერი. იმიტომ რომ 2025 წელი. ძალიან გაჭირვებული იყო სტალონე. და საკუთარი ძაღლის გაყიდვაც კი მოუწია რაღაც მიზეზების გამო. და შემდეგ ძაღლი რო გაყიდა. შემდეგ წარმატებას რომ მიაღწია და ფული იშოვა. ძაღლი გაყიდა რაღაც. აი როგორი ის არასერიოზულიც არის რემბო პერსონაჟი, ეგეთი ძაღლი გაყიდა. ეს ძაღლი მე იყიდა ისევ. ბევრად უფრო ძვირად. წარმოიდგინე. თხა გავყიდეთ, ხა ვიყიდეთ, როგორ არის გა. ეგ სხვა რაღაცაზე. ვაჭრობაშიც ნიჭიერი ყოფილა. სერიოზულად თუ გინდოდა განხილვა, ეს არის და არგუმენტირებული და ეხა შენ ეს რო იყო ბოდიბილდინგის მსოფლიო ჩემპიონი, რამხელა მიღწევა. ხო და ეს ბოდიბილდინგის იყო და სტალონე ისე უფრო ჯანზე არის რა ეს. აი, სადგაზომე ანეთის ჯანი ან მეორე. რავი, თუნდაც ფილმში რო შეხედავ, ახლა რო ვარჯიშობს, ვარჯიშის სცენები რო არის, რასაც აკეთებს, მაგითაც შეიძლება მეც მაგრამ მოვარჯიშებენ, ისე გადაიღებენ, რომ იფიქრებენ, რომ ეს არის კროსფიტის მსოფლიო ჩემპიონიო, მაგრამ არ არის ეგრე ახლა. ხო შენ ხო იცი რომ არ არის ეგრე რა შუაში. არ არის. შენ არის მონტაჟრები შეუძლია. და შენ ხო იცი ბოდიბილდინგი რა სპორტი არის და ხო და ის რა სპორტია, ანუ ის ბოქსია. მართლა მოკრივე გონია და სტალონე ფილმში ჭყობს არის ეგრე არც ერთი მოკრივე არ ჭყობს. თვითონაც აღიარებს მაგას რომ ფილმის კრივი სხვანაირია ვიდრე ნამდვილი კრივი, მაგრამ არა, ეგ მეც ვიცი, მაგრამ
სტალონს ისა შვარცნეგერს რაც აქვს ვიზუალური ეფექტი არის ის რაც აქვს რა და ეს უფრო ესეთია ჯანზე არის რა. რომელსაც დავიწყოთ დავინიშნეთ? არა. ისე მაინც რო ვიცოდეთ. რა გვაქვს შემდეგი ამბავი? ეს უნდა გაითიშოს ხოლმე. აი, მოკლედ. თქვენი აზრს გითხარით, რომელი ჯობია შვარცნეგერი თუ სტალონე? და რატო არგუმენტირებულად? დაგვიწერეთ კომენტარი. სადამ შენ ხა ჩამოწერილი გაქვს მაგალითად კიდე სხვადასხვა თავიდან უნდა გვეხსენებინა ეს. რომ მაგალითად გვექნება პოდკასტში რა მოხდა ამ კვირაში თემების განხილვა, გვექნება სამი საინტერესო ფაქტი, გვექნება დღის თემა, გვექნება თამაში ბოლოს. თამაში ონცეს ყოველ მასე გვექნება ყოველ გადაცემაში. აი, ნახოთ რა თუ მოვიფიქრეთ ხოლმე საინტერესო თამაშები. და სადამ გადავალთ ახლა შენ მე მგონი გიწერია აქ რომ რა მოხდა ამ კვირაში მიმოვიხილოთ თემები. კი. მაგრამ მე მოგიმზადე. უკვე სიურპრიზი? ეს არის ხელოვნური ინტელექტს ვკითხე. ხო. ეს ფურცლები ხო ხდება ხელოვნურ ინტელექტს. ვკითხე ChatGPT-ს. ხო, ChatGPT-ს. ChatGPT-ს ვკითხე და იმას Gemini-ს ვკითხე, მოუყევი ჩვენ პოდკასტზე. ასე და ასე ესენი ვართ და პოდკასტი დავიწყეთ და აბა რას ფიქრობ გაამართლებს მეთქი. და ChatGPT-ს აზრით და Gemini-ს აზრით. ცუდი ამბავი გაქვს თუ კარგი? ChatGPT-ს მეთქი რაღაცა მითხრა, რომ თუ კარგად იმუშავებს, რომ გაამართლებს. კაი რა. კიო. ესე იგი, ხაზიასაც გაუსახა ბევრი რაღაცა მომწერეს რა. და if the personalities are strong, ანუ თუ გამორჩეული ისინი გაქვთ personality როგორ არის? ხასიათიო და გამორჩეული პერსონები ხართო. მაშინ ხალხს მოეწონებითო და გაამართლებსო. კაი, ერთი თქომე უთო ეს მომწერე. პლუსი რაც არისო თქვენიო, არისო რომ ახლა ეს სახლიდან წერთო, მაყურებელს გაუჩნდება შეგრძნება რომ თქვენთან არის სტუმრათო და თქვენთან ერთად წისო. ახლა ესეთიო ყუდრო და ესეთი ეს მომეწონა. ეს არის ამაში მართალი იყო, ხო? ჩემი მეთქი აბა შენი აზრით ხო ვიწყებთ 1 დეკემბერია, მეთქი წლის ბოლოს, ანუ 31 დეკემბერს რამდენი გამომწერი გვეყოლება, მეთქი შენი აზრით თქო რა. ისიც უთხარი რომ მეც ალკე პოდკასტი მაქვს გვანცას YouTube-ზე თავის ესე დაკვრის არხზე 66,000 საკაუს გამომწერი, Instagram-ზე 100,000 ეს ყველაფერი მოუყევი და მაშინო თქვენო 8-დან 12,000 გამომწერამდე გეყოლებათო თვის ბოლოს. ხედავ შენ თუ ძალიან მოინდომებთ აი ეს რილსებს დაჭრით და TikTok-ებზე და ყველგან გავცელებთო 35-ზე შეიძლება ახვიდეთ. ხო, მაგრამ მაგას ის დაუკონკრეტე რომ მე რო ეს 65,000 იმყავს იქიდან ქართველი არის 10 კაცი სულ რაღაცა. მაგას გავიქნიშნე. აი მე რო იქ 65,000 ქართველი მყავდეს. კი, შეიძლება ეს მალე გახდეს პოპულარული, მაგრამ იქ ქართველები არ მყავს მე საერთოდ. მაშინ ინგლისურად ვილაპარაკოთ. ჩვენება არ არის. ეხლა ასაც ჩავწერთ. ხო. მე ახლა ჩავწეროთ ზუსტად იგივე ინგლისურად და ესე ვიდა. მოკეთო, კიო, გაქვთ შანსიო რა. ChatGPT-ს ვერდიქტი ესეთი იყო, ეხლა Gemini. კარგი წამოწყება ქონიათო, ეს ხო ესეც წესია თავიდან უნდა გაგამხნევოს. დიდი მნიშვნელობა აქვსო წამყვანების ქემისტრისო, ანუ ქიმიასო. ხო. როგორ ეწყობითო ერთმანეთსო, ეს არის გადამწყვეტიო. ძალიან ბანალური პასუხებია რა. არა, იყურე მაგალითად რატო იცი რომ უბრალოდ ორი ისო დამჯდარი ყო წამყვანიო ვინმე ორიო და წაიყვანათო. იმათთან შედარებით ისახართო. ხო და ვინმე ორი ხო არასდროს არ ჯდება. არა, ორი მეგობარი მაგალითად ან ორი ცნობილი ადამიანი დასვეს რაღაცა პროდიუსერმა და მოდი აბა პოდკასტი გააკეთეთ ან რაღაცა ეგეთი რა. ხო. ამისგან განსხვავებით ის პლუსი გაქვთ რომ უკვე რახან ცოლქმარი ხართო. უფრო ადვილად შეძლებთ რომ შეეწყოთ ერთმანეთს. ხო. როგორც წამყვანებია. 1-2 საათიანი ის თუ ეკნებაო, კარგიაო. როგორ? ქრონომეტრაჟი 1-დან 2 საათამდე. 2 საათი ბევრი არ არის? ნახოთ. და კიო, გამოგივათო, ის იქნებითო წარმატებულიო და თვის ბოლოს 20,000 subscriber-ი გეყოლებათ. თვის ბოლოს? წლის ბოლოს. ნუ ერთ და იგივე არის შემთხვევაში.
რატო არ ერთი? დეკემბერია და დეკემბრის ბოლო წლის ბოლოც არის. წლის ბოლოს დაწყებიდან კი არა. მე ვკითხე ამ წლის 25-ის ბოლოს. მართლა? ხო. აუ, შანსი არა. ხო, დათვლაში ვერ ვარგიან. მაგრამ მე ვიტყვი რომ 1000 გამომწერი, არა. თვის ბოლოს 2000 გამომწერი თუ გვეყოლება. ხო. იქნება კარგი შედეგი. შენ თუ ერთგული ისინი ყავს მაყურებლები ყავს პოდკასტში. ხო, მაგრამ ისინი პოდკასტს უსმენენ, იქ სხვა ფორმატია და ის მოწონთ რა და ეხა მე ჩემ გამოიწერონ, გამიხარდება ძალიან, მაგრამ ნუ ვერ დავალდებულებ მაგას. მე ისე მაგას ვაწვევი, ხათრით გამოცერ. კაი, რა გვაქვს დღის თემებში? დღის თემებში, მაგაზე მინდოდა მეთქვა იმაზე. ChatGPT-ზე. ხო, რა მოხდა ამკვირს, ხო? ChatGPT-ს ხო აქტიურად ვიყენებ ხოლმე მეც რა. შენ ხო Gemini-ზე გადახვედი? Gemini-ზე გადავედი. მე მაინც ChatGPT-ს ერთგული ვარ. და იმ დღეს ვკითხე Stranger Things-ის ახალი სეზონი როდის იდება მეთქი. ხო და რაღაცა პასუხი გამცა მოკლედ. არასწორი იყო ეგ პასუხი, რაც გამცა. იგივე ვკითხე მე და მე სხვა გამცა თან. ხო, მე მეორედ ვკითხე, კიდე სხვა პასუხი გამცა. მე ვუთხარი რომ როგორ გენდო მეთქი ამის შემდეგ მეთქი, რომ ორჯერ ესე არასწორი პასუხი გამეცი მეთქი და მე სწერვა მართლა ესეთი პასუხი გამცა, რომ მე მითხარიო, რომ ისა გადამოწმებული პასუხი გითხრაო და გეტყვიო რა პრობლემაა. ხო. რა ფენომენია ეს? შენ სხვა რესტორნები ხოლმე. არა, პირიქით. ChatGPT-ს აქვს ესეთი მიდრეკილება, რომ მოერგოს ის ელაპარაკება იმასთან. პირიქით გამარჯობა და მადლობა და საყვარელი ხარ და რაღაცებს ვეუბნები. ხო, და გეთქვა მე რა სწორი პასუხი თუ გინდოდაო? ხო. მე გამოვიდა. ო მეც ესეთი ისინი მქონდა ბევრჯერ შემთხვევა, რომ ძალიან აბსურდული რაღაცა რომ მითხრა, მეთქი მე გადავამოწმებ თქო და Gemini-მ უფრო ბევრჯერ სწორად მითხრა, Gemini-ს უშვებს შესწავლებს და სწოდავს, მაგრამ უფრო ლოგიკური პასუხები აქვს ხოლმე. გადავიდი ანუ Gemini-ზე? მე Gemini ვარ ჯერჯერობით. გავითვალისწინებ. კაი, რა გვაქვს? ამ კვირის, ხო. გადავიდეთ ამ კვირის თემებზე. Stranger Things-ი ვახსენე. დაიდო ახალი სეზონი. აი, პოსტერი. ხო. ხო, პოსტერი. მოგეწონა პირველი 4, ანუ მე-5, რომელი სეზონია? მე-5. მე-5 სეზონი. მე-5 სეზონის 4 სერია ვნახეთ უკვე. რაც დაიდო. ხო. კმაყოფილ? კი. ძალიან. ხო, კარგი იყო. შენ დიდათ არ მოგეწონა ყურებისას შეგატყო ესე რაღაცა. ხო, თავიდან თითქოს რაღაცა, მაგრამ მგონია რომ აი ესეთი კარგად დაიქოქება რა. build-up-საც დედახენ ეგ. ხო, უნდა შეადარო წინა სეზონებიც ხო ეგრე იყო ესე პირველი სერიიდან ხო რაღაცა ესეთი ექშენი არ ხდებოდა. ყველა Breaking Bad-ი ვერ იქნება. არ გვინდა ეხა ეს რაღაცა რაშიც არის რა ქვია შედარება არის Stranger Things-ის. ნუ თავიდან ვირო მაგრა დაიწყო, მაგრამ ნუ ეგეც ვისთვის როგორ არის რაღაცები თქვენ რომ ხო, მაგრამ თავიდან პირველი სერია იყო, ხო, რაღაცა ისეთი, რომ აი დაგაინტერესა და დაგაინტრიგა. მაგრამ სუ ეგეთი ექშენი ხო არ ყოფილა მომდევნო სერიები. პირველი სეზონის. რომელი? Breaking Bad-ში. ხო და აი რა ვიცი, ჩემთვის იყო პირველი სეზონი, როგორ არის, სუ ექშენი არის, როგორც კი რაღაცა ხდება, ანუ მე ყოველ სეზონში ისეთი რაღაცა, ანუ ყველა სერიაში ისეთი რაღაცა ხდება, რომ აი ეხა დაერხება ამას გონია და Stranger Things-შიც იყო ეგეთი. Stranger Things-ი უფრო თავიდან ისე დაიწყო, როგორც მახსოვს, ახლა Breaking Bad-ი ამჟამად 4-ჯერ მაქვს ნახეთ რაღაცა და უფრო ისე მახსოვს და Stranger Things-თან როდის იყო პირველი სეზონი რომ ნახეთ და როგორც მახსოვს, უფრო ნელა იწყება რა, მაგრამ მოკლედ, ნუ მგონია რომ კარგად გაახურებენ ამ სეზონს. რაღაცა მასშტაბი გაიზარდა რა. კი, რაღაცა ომის. ხო, მესამე სამყარო თუ რაღაცა დაემატა კიდე და არ დაასპოილერო ხალხი. ხო. ეგ მესამე სამყარო არის თუ არა ეგეც კიდე საკითხავია, მაგრამ ნუ მოკლედ რა. ხო. კარი და ის ამ სეზონის მე-4 სერია, ანუ ეს ნაწილი რაც დაიდო რატო გააკეთეს ესეთი რაღაცნაირი სქემა არ ვიცი. იყო ყველაზე რეიტინგული სერია საერთოდ Stranger Things ისტორიაში მე მგონი. ხო, აი ეგ ვერ გავიგე, იმიტომ რომ ბევრად უკეთესი სერიებიც ყოფილა ჩემი აზრით. ხო. ხო, აი ის
მეოთხე სეზონის ბოლო, ხო? მაქსი რო უნდა გადაარჩინა. თუნდაც მეოთხე სეზონის ბოლო. დრამატული სერია იყო. იყო ბევრი კარგი სერია იყო. მოლში რო არიან გაჭედილები მეგონი ეგეც. კი. ხო, არა. ედი რო უკრავს. ხო, კი ბატონო. ეგ სერიაც მარტო ეგ სცენა ღირს თელ. ხო. მაგრამ შენ როგორც ამ Stranger Things-ზე გამახსენდა უჟასების მოყვარულს, რომ მე რო არ მიყვარდა და შენ დამაწყებინა ყურება. სერიალი IT-ი გაგიცრუა იმედები. ხო, IT-ი ვერ ვნახეთ. ფილმი რო არის IT მაგის სერიალი ვერსია გამოუშვა HBO. სტივენ კინგის IT-ის სერიალი ვერსია. HBO-ს გადაშენეს იშვიათად რა. ხო, აი გამიკვირდა, აი ტექნიკურადაც კი არ ვარგოდა. აი ფერები იყო საშინელება. რაღაცნაირი ისეთი შთაბეჭდილება გქჩება, რომ ცუდ ხარისხში უყურებ. ყვითელი ფერები საშინელი. ცოტა იმაშიც სცენარშიც აჭრილები არიან. მოკლედ მე არ ვერ უყურებ. ხო, ნელა დაიწყო რა შეიძლება მე გეთეზე გახდეს. ნელა ეხა აგერ True Detective-იც სად არის? ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სერიალია და ძალიან ნელი სერიალია, ხო? თავიდან განსაკუთრებით ძალიან დორეთ მიდის, მაგრამ სასწაული სერიალია და შეიძლება იყოს ნელი, მაგრამ ძალიან მაგარი და ეხა არ ვიცი. თან ეხა მით უმეტეს ჰორორს რო იღებ, უჟასს რო იღებ საშინელებათა ფილმს. დენაირად თქვი. დაბზიუჟეტია. ხო. აი ნელი რანაირად უნდა იყოს, ვერ იქნება რა, რაღაცა უნდა გააკეთო, რომ დაგაინტრიგოს, შეგაშინოს. ბევრი რაღაცა უნდა ქნა, რომ კარგი იყოს. ფილმისგან განსხვავებით ხო, ვერ დავინტრიგდით. ხო. და HBO-სგან არ ველოდი ესეთ მარცხს. ხო, და მე ვიზუალურადაც არ მომეწონა. ხო, ეგ უთქვი რაღაცნაირი იყო რა. ჯერ თავიდან ვეცადე იმას გამართლებას რაღაცეების. რომ აი ძალიან ვინტაჟური და ფერები და რაღაცა. აი ხა Stranger Things-ში თუნდაც კარგად არის ძალიან მოდით, რავი, მანქანებით, ყველაფრით კარგად არის ის ეპოქა წარმოდგენილი რა. საერთოდ არ არის აუცილებელი ის იყოს ცუდ ხარისხში მაყურებინო და ყვითელ ფერებში, რომ აღვიქვა რა ეპოქა არის. ხო, ეს რაღაც ძალიან ის იყო, ძალიან ყვითელი იყო. ყვითელი და რო უყურდი ყვითელმა ფერმა შემაწუხა აი რაღაც. და ბუნდოვანი, რაღაც ბლარში იყო. კარგი. კიდე რა იყო? ჰაერია დაბინძურებული ძალიან ამ კვირაში. ხო, ჰაერი არის დაბინძურებული ძალიან, აი ვიზუალურადაც ესე ღარ თქვი. აღიქმება. და რეკომენდაცია არის ესეთი, რომ ფანჯრები არ გააღოთ, გარეთ არ გახვიდეთ, მანქანაში ფანჯარა არ ჩაწიო და არ გავდივართ სახლიდან. საუბრობთ. ხო, რა ვქნათ? ეხა ეს რო დაიდება. ხო. ორშაბათს წესით იმ დღეს წვიმა უნდა იყოს. ჩემთან არ ეწერა წვიმა. იწვიმებს. ჩემთან ეწერა. 100% ეწერა, მე 66-ზე ჩამოვიდა. კიდე ჩამოვიდა. ძალიან დიდი ხანი არ უწვიმია და მეგონი მაგის ბრალი. დიდი ხანია და საერთოდ ძალიან შეიძლება მანქანა ვეღარ ვიცროთ ჩვენ ისე ტალახიანი იქნება. ეხლა რო წვიმა დაიწყება, აი საერთოდ და იმას იზავს. გადაღებავს მანქანას ისეთი ამბავი იქნება. კი, და რისი ბრალიაო ეს დაბინძურებული ხო, რაღაცა დაბინძურება არის, ანუ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. ხო, ანუ სხვა ქვეყნიდანაც შემოსული ბინძური ჰაერის მასები ატყობა. მოგროვდა თბილისში. ხო, არა, იქიდან ნახე გადაღებული, ვაშლიჯვრის გზიდან გადაღებული ფოტოები რო ნახე თბილისი არ ჩანს. ერთი დიდი ხანძარია გეგონება ესეთი ბოლი და ეს და რაღაცნაირია. ბოლივით. ყვითელი ფერი აქვს რაღაც. ამ ყვითელს რატო გადავაკიდეთ? გეგონება ცუდი არის ეს ყვითელი. შეიძლება ისიც HBO-ს ისე დაბინძურებული არის. ჰაერი იყო დაბინძურებული რო იღებდნენ იქაც. კარგი ხარ. ეგარი იყო. რა ვქონდა კიდე მნიშვნელოვანი ამბავი. პატარა იყო ტექნიკური ხარვეზი. და კიდე ვქონდა დღესაც ბევრჯერ შემოხვდა ახალი ტერმინი აიტაცა Facebook-მა. ეს არის ჯაჯვა, ეგეთი სიტყვა გავრცელდა თუ მე არ გჯაჯავთ, ანუ ესე იგი განს ჯარი ქართულად მოდის ლათინურ სიტყვიდან judge. ხო და მე რა მაინტერესებს. Only God can judge მე გახსოვს თუ ფაქის სიმღერა.
კი, რა თქმა უნდა. მე რა მაინტერესებს იცი? ძირითადად ხო ამ სიტყვებს, უცხოურ სიტყვებს. იმიტომ ხმარობთ, რომ აი ქართული არ არის ხა ისეთი მოქნილი ენა რა, რომ აი მეგონი ცოტა ეს უნდა მოუტრიალდე შენს, თორე კისერი მომეღრიცა. მართლა? ხო, გააგრძელი შენ. გავიდი კადრიდან არა. არა. ხო და ქართული არ არის ისეთი მოქნილი ენა, რომ აი ყველაფერი გადათარგმნო. ანუ რაღაცებს ვერ იტყვი ქართულად. ეს თქმაც გინდა ხანდახან რა. და მაგ დროს იშველიებ რაღაცა სხვა ენაზე სიტყვებს. და ეს გჯაჯავ რა მნიშვნელობა განგსჯი სიტყვი თუ გჯაჯავ სიტყვი. ერთი და იგივე არა. ნუ აი ხა ხო არის ეს რაღაც მეგონი პოდკასტიდან წამოვიდა რომ რაღაც ქართულ პოდკასტში თქვა ერთ-ერთმა წამყვანმა და ის აიტაცეს მე რაღაც მოჭერი მონაკვეთი. რა ხარ დაარწმუნებული ვარ ჩვენც ბევრჯერ ხმარობთ ხა ისეთ სიტყვებს რომლებიც ქართულად შეიძლება თქვა. აი მაგალითად აი ხა შეიძლება ვერ გავიხსენო მაგრამ ყოფილა რომ მე დამიფიქსირებია რომ უცხოურს ხმარობ და ქართულად ხანდახან არის ხოლმე უფრო კარგად ჟღერს ხანდახან არა მაგრამ ხანდახან უფრო კარგად და მიფიქრე რომ ქართულად რატო არ ვიძახი რატო ვამბობ ინგლისურად მაგალითად აი გავაგზავნებთ კეთყვი რაღაცა იქნება იბიტყვით ეგეც ხა ისევ როგორ გავიხსენე შეიძლება რაღაცა ლამაზად ჟღერდეს უფრო და მაგიტო თქვა და ეს ლამაზადაც არ ჟღერს გჯაჯავ რა არის გჯაჯვა რა არ ვიცი ხო შეიძლება ისე იყო რა თქვა პირიქით ხანდახან კიდე ხო არის ხოლმე რომ აი ხა მაგალითად გჯაჯავ შეიძლება ხუმრობით თქვა ბევრჯერ და მე თქვა ლაპარაკში ჩაულებრივად მითხრა ოღონდ იხუმრო მაგრამ შენ არ გაიცინო მაგრამ ნუ იცი რომ ხვდები რომ მეც ვიხუმრებ და მე რაღაცამ ეს გაიგონოს ყური მოკლეს და ფიქრობს რომ მართლა ესე ლაპარაკობენ ანუ ეგეთიც ხო ხდება ხოლმე ეგეთი ხდება მაგრამ მიხვდები მაგას როცა უსმენ და ხა იმდენჯერ შემხვდა ჩვეულებრივ საუბარში და რაღაცა ტიკტოკერები რომ რაღაცას ლაპარაკობენ ხოლმე იმ ლაპარაკში ეს ჯაჯვა რომ ისინი არ ხუმრობენ აშკარად ანუ შემოვიდა ჯენზის კი აქტიურად შემოვიდა ჯაჯვა ვეღარ ვეწევით მე მგონი დავფერთით განსჯა ჯაჯვა ახოს არის ერთმანეთ არ მე არ გნგსჯით როგორ იქნებოდა გსჯი მე არ გნს არა განგსჯი ხო განგსჯი ხო ის არის მომავალ ფორმაში სად არის რატო დაიკნავდა ალფი წუწუნებს ერთი მაყურებელი გვესწრება სტუდიაში კი მე მგონი ხმაურმა შეეწუხა და ძინავსო გამოგძახა რომ ხმა დაბლა სოდა ჯო ან თავის ვერსია თქო განგსჯის კატურენაზე გორცევა კი ალფი ძალიან ჭკვიანად იქცევა სხვათა შორის აი ამ პირობებში აი რა ვიცი ალფი განგსჯის შენი ასეთი ხა ალფი განგსჯის აუცილებლად მე რა წამოიწყეს ამათმა სისულელი წამოიწყეს ალფი ჯაჯავს რა მორიგი სისულელე წამოიწყეს ხო რაღაცნაირი სავარძელია ნერნელას ქვევით გეკაჭება და ეს ჩავდივარ მე გავსწორდა მე ეს ჩავდივარ ხო ეს არის რა ქვია ეზოს ის არის ავეჯი იდეაში ხო იაფი იყო და მაგრამ არის დაბინძურებული ეზოს შეიძლება ამის დატოვება კარგი ხარ ეს ამოჭრათ შორთებში ხო კარგი ის იქნება აი შორთი ძალიან კიდე რა გვაქვს ამბავი ყველაში რა ხდა ისეთი დღის თემა გვაქვს რანაირი ჭიქა არის ხო შეიძლება თვალი გამოითხარო კომფორტულია დასალევად დასალევად კი მაგრამ გასარეცხად იქნება ძალიან ცუდი თუ რამე ისეთი ჩაასხი ყავა ან რაღაცა იმიტომ რომ თმებში დირგები აქვს ხო აი დირგები კაი აი ამ იმაში რა ქვია თმებში არის შიგნით აი ხა უყურე ხვრელი არის დირკა ხო ხო მე რა გინდა ხო ხვრელი ეს არის და დირკა რა არა ხრელიც არ არის ეს და არც დირკა არის ხრელი არის გახრეტილი რო არის აბა ეს რა არის ამას რა ქვია შიგნიდანაც ფუყე მე შიგნიდან ფუყეა ხო რას ამბობდი გეტყვი დღის თემა გვაქვს ხო ესეთი იმიტომ რომ გამოვუშვი დღეს ვიყავით პეკინზე კაი ხანია სხვათა შორის პეკინზე ბოლოს როდის ვიყავი არ მახსოვს ესე ფეხით ხო გავიარეთ მოშორებით გავაჩერეთ მანქანა და აი მჭიქების საყიდლად ვიყავით ფილმ ჰაუსში ხო
პოსტერები, სხვადასხვა კაი პოსტერები ხო, ქონდათ. ძალიან. და ბევრი კიდე სხვა რაღაცა ჰქონდათ, მაგ მაღაზიაში შევდივარ, გამოსვლა აღარ მინდა ხოლმე. ხო და გაჩნდა ესეთი კითხვა, რომ პეკინი რატო აღიქმება ფეიქების ადგილად, ხო, ბევრი ფეიქების მაღაზია არის, მაგრამ ეხლა წამოვიდა უკვე ისეთი ბრენდ მაღაზიებიც, მაგრამ ერთი პერიოდი ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ დადიხარ ის ბრენდ მაღაზიებიც, რაც ნამდვილია, მაინც აი ეჭვის თვალით უყურებ, რა რაღაცა. ხო, ბევრი ფეიქ და ანუ ეხლა ეს შემოვიდა მოდაში რომ რეპლიკას ეძახიან, მაგრამ ფეიქი კი არის, არის რეპლიკა. რეპლიკა ანუ ძალიან მიახლოებული ასლი ორიგინალთან. ხო, პოპებიც კი იყო ეს, პოპიო ესო, ეს არისო, ეს ნამდვილიაო და ეს რეპლიკა არისო. ხო, ვონთ რა არის, თუ ბოდიში პოპი არის დიდ თავიანი სათამაშოები, ვინც არის ეს. ხარჩას, მაგრამ შემდეგში გადმოვდოთ შემდეგ ეპიზოდში. ანუ თუ გულწრფელად გეუბნებიან რომ ეს რეპლიკაა, მაშინ არ აუშავს, მაგრამ არის ხოლმე მაღაზიები, სადაც არ გეტყვიან მაგას თუ არ ჩაეძიე. ისე უდებთ როგორც ჩოვლებრივი, ეს კი Nike-ის ბოტასია 80 ლარად და. კი. შენ ხო ვერ იტანს რეპლიკებს? მე ვერ ვიტან, ხო. ხო და რატო? მე გეტყვი რატო, იცი რატო? იმიტომ რომ სნობი ხარ. და შენზე არ მეტყველებს ეგა? რა? სნობს რო გაყევი ძოლად? შენ როგორი ხარ? მე არ გჯაჯავ. არის სხვადასხვა ერთხელ პეკინზე ერთი Adidas-ის ბოტასი იყო წლების წინ რა და ძალიან მინდოდა ის მოდელი და ვერასად ვერ ვიშოვე. ანუ ინტერნეტშიც კი ვერ ვიშოვე, რა გამომეწერა ხوارე ხოლმე რაღაც ხაზს გამოუშვებენ და ინტერნეტში ვერ ვიშოვე. რაღაც დერას თქვი. ბოდიში მე. როგორი? ანუ ონლაინ ვერ შევიძინე, ვერ ვიპოვე. ხო. ხო და მივიდიოდი საერთოდ სხვა საქმეს და ეს ვიტრინაში დავინახე, რომ იდო ეგ მოდელი. ხო. და შევარდი 100 რაღაცა ლარი ღირდა ეგრევე ფასზე მივხვდი რომ არ იყო ის, მაგრამ ძალიან არ იტყობოდა რომ ფეიკი იყო და ყალბი და აი ფეიკი ხო სიტყვა ავიკვიატეთ და ანუ ყალბიც არსებობს სიტყვა. ხო. არც უფრო მოკლე სიტყვა არ არის ფეიკი და არაფერ, მაგრამ ფეიქს ვეძახით რატომღაც. ყალბი არის, ყალბი არის. ბოდიში. მე ჟღერადობა არ მოგწონს. ხო და ვიყიდე და აი რომ მეცვა, აი სულ მახსოვდა რომ ყალბი ისინი მეცვა და ნერვებს მეშლიდა. არ ვიცი რატო. ხო და ანუ ცუდი ხარისხი იყო? არა, ხარისხით ხო მაგას გეუბნები, არც ვიზუალურად არც ხარისხით არ ჩამოვარდებოდა, მაგრამ აი არ ვიცი მე ბოტასების მიმართ ისა მაგ განსაკუთრებული დამოკიდებულება და შეიძლება მაგითო, იმიტომ რომ ერთი დუტის ჟილეტი მაქვს, რომელიც ასევე რეპლიკა აღმოჩნდა. ხო ვიყიდე და იმ მაღაზიაში მე კიდე რაღაცაზე მივედი და მე შემეპარა ეჭვი და მე ანუ ამას არ ქონდა, იაფიანი არ იყო თან რომ ისეთი შეგეტანა და მე რაღაცა იყო კიდე ძალიან იაფა და მე თქვენ ესენი ის რეპლიკებია თუ და არა უჩვენო რეპლიკები ყველაფერი ესე მითხეს. არა შემოგტენა წინაზე? არა, არც ანუ ეგ იყო რომ არც მიკითხავს თორე მეორე მისვლაზე რომ ვკითხე, პირდაპირ მითხეს რომ არა ეს რეპლიკები არის. და მოკლედ ეს რეპლიკა დუტის ჟილეტი მაქვს და ეგ კიდე არ მაღიზიანებს ისე, მაგრამ მაინც ხანდახან მახსენდება ნერვე მეშლება, მაგრამ სულ სულ ხოლმე, ანუ გაღიზიანებს მაინც. ხო, მაგრამ იმდენად არა რომ არ ჩავიცვი. ის ბოტასი აღარ მეცვა, ანუ ერთხელ რომ ჩავიცვი, გარეთ რო გავედი, აი რაღაცა ესეთი ტყვა ტვინში არის რაღაცა რომ ისეთ დისკომფორტს მიქმნი და ეგ ამბავი რომ მე იმის მე აღარ მეცვა, აღარ ჩამიცვავს. უცნაურია. აკვიატება. მე მაგალითად იმ დღეს კი ნაღამ რაღაცა დიორის სათვალე ვიყიდე, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა. მოდორ იყიდე მე. აი ეს დიორი რო ეწერა საბოლოო ჯამში მაინც რაღაცა ის არის რა. ზე ძალიან ფეიკი იყო, ხო? ხო, აი რაღაცა სხვა რა ყოფილიყო, არ ვიცი. ხო, აი ხა იგივე სათვალე მე მახსოვს მე მგონი მოზეც ამბობდა. იგივე სათვალე უბრალოდ რომ სახეც ერთ არ დაეწერა, არაფერი ხო? ხო და აი რა უცნაურია რა. ბევრი იყო თან ეგეთი. დიორი, შანელი, Yves Saint Laurent-ი და რაღაცები. არა და მარსალ ლამაზი სათვალეები იყო, რომ მოვირგე, კარგი იყო რაღაცა და. მაგრამ აი დიდათ აწეწერა თან რაღაცა დიორი. ესე რა შეხედავ და დიორი რო ხდება პირდაპირ ყვირის თუ და. სხვადასხვა ბზის სათვალეზე მაქვს ესეთი რაღაც გაგებული. რომ fakes ჯობია საერთოდ არ გეკეთოს, იმიტომ რომ აზიანებს თვალებს.
ჩვენ ხო ისე ვართ თან შემეცნებითი პოდკასტის და ბარემ მაყურებელს ვეტყვი. რაღაც ისე ჩაიღი მეჭვის თვალით და. აი მაგას უმიმეორებ ხოლმე და მე ვხვდები რა უნდა გიქნას რაღაცა. აი იყო ესე იყო ახსნილი. ასე იყო ახსნილი. მზეს ხო ულტრაისფერის სხივები მოყვება. ხო. და ეს ულტრაისფერის სხივები აზიანებს თვალს. და მაგიტო აქ ადამიანის თვალს ეს უნარი რაც უფრო მზიან ადგილას ხარ ეს ვიწროვდება. თორე რომ ნაკლების სხივი შევიდეს. შენ რო გამოდიხარ შავი სათვალე რო გიგეთია არის გაფართოებული გუგა. და გარეთ რო გამოდიხარ და ბევრი ულტრაისფერი მზიანი ამიდია და ბევრი ულტრაისფერის სხივი არის. შენ ეს fake სათვალე რო გიგეთია, შენი თვალი გაფართოებულია და ბევრი ულტრაისფერის სხივი შედის, იმიტომ რომ fake სათვალის, ყალბის სათვალის შუშა ულტრაისფერის სხივს არ ფილტრავს. ანუ მზის სათვალეს თუ იყიდი, უნდა იყიდო ისეთი UV 408 წერია, ან რაღაც ეგეთი ანუ ultraviolet რაღაც დამცავი ისა. და ანუ ის რახან არ იცავს, შენ გაფართოებულია და შეჯგინდებიან ეს ულტრაისფერის სხივები შენ თვალში. და უფრო დიდ ზიანს აყენებენ, ვიდრე ხარისხენის, ანუ ჯობია მაგალითად გეკეთოს 50 ლარიანი სათვალე, რომელსაც ისეთი შუშა აქვს, რომ იცავს იმისგან, ვიდრე რაღაცა fake სათვალე, იმიტომ რომ იგივე ფასის ან თუნდაც უფრო ძვირიანი, იმიტომ რომ იმ შუშას თუ დამცავი არ აქვს, თვალს აზიანებს. ეს თემაც მაქვს გაგებული. ოფთალმოლოგი არ ვარ, მაგრამ მე რა მაინტერესებს, რამდენად საზიანოა ეს? ნუ აი ახლა როგორც სიგარეტი არ შეიძლება, იმიტომ რომ იმას იწვევს სიმსივნეს, რამდენად საზიანოა, ახლა ეს ხო ვერ დათვლი, მაგრამ ხო ვიცით რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია, ესე არის ეგეც. პირველივე გასვლაზე არ დაბრუნავდები, მაგრამ ზიანს აყენებ თვალს უფრო მეტს, ვიდრე კარგშუშიანი სათვალეთი ვახდებოდა. სხვადასხვა მე სათვალის ხმარება დავიწყე, რაც შენ გაგიცანე იმის მერე. ხო და რატო არ ხმარობდი მაგრამ? არ ვიცი, არ მაწუხებ და ასაკი 30-ის რო გავხდი ყველაფერი ერთად დავებად. ასაკი რომ მოგემატა, მე დაგეწყო ეგეთ პრობლემებიც. სახსრებია შვება. ხო გტკივა, გუში ხო ძაღდი მუხლი მტკივა და გუში. ხო, მაგრამ ეგ იმების ბოქს ჯამპების ბრალია რა შუაშია მან დასაკე. ხო, ისე კროსფიტს არ შევეხოთ თემას. ხო, მუსკულები გქვია ბოლოს და ბოლოს. ხო, მაგიტო ქვია რომ დავიწყეთ კროსფიტზე სიარული. და კროსფიტერებზე ეს ხუმრობა და წარმოდგენა ყოველთვის იყო, რომ ვინც კროსფიტზე დადის, მე სულ ამაზე ლაპარაკობს და ყველგან ცდილობს რომ ჩააკვეხოს. კი. და აღმოჩნდა რომ ჩვენც ესეთები გავხდით. მეც მგონია რომ სახირიც კი დავიკვით. მუსკულები. მეც მგონია რომ უკვე აი ახლობლებისთვის ძალიან შევაწუხეთ ყველა. ვართ რა, აი. დაახლოებით ვეგანებს აქვთ იგივე. ხო. აი ადამიანი ვეგანი რო ხდება, არის ხომ რომ მე უცდებს სხვადასხვა გახანდოს. კიდე არის რამე ეგეთი იოგა არა, იოგა არ არის ეგეთი. პილატესი. პილატესიც არა. აი ვინც მე აქტიურად ხადაგებს რომ ხალხო ნახეთ რა კაია. არის ალბათ ქვია ვეგანობა და კროსფიტერობა არის ეგეთი. რაღაცა არის კიდე, რაღაცა იქნება. ისა ფინანსური პირამიდა რო არის. ვეღაცა რა. ჩაედება და ყველგან რო ტვინს ჭამს რომ ხა მოდი მაგარია მე კიდე მოიყვანო რაღაცებს და ისინი კი მაგრამ ეგ ხო ობიექტურად ცუდია და ეხლა ვეგანობა და არა ცუდი მე გეუბნები თვისება როგორც ქცევა კი ხო ანუ ვეგანიზმი კროსფიტერობა ფინანსური პირამიდა ვეგანიზმი რა აბა ვეგანობა ხო კი ბატონო გადავიდეთ საინტერესო ფაქტებზე დღეს შენ არ გაწუხებს მოკლედ ფეიკები ეხა ეს ჰუდი რაც გაცვია ხო არის ტომი ჰილფიგერი კი ეს იგივე ზუსტად შეხვედროდი და სადღაც ყოფილიყო 40 ლარად ხო და ვიღაცა ქალს მოაქვს ქუჩაში ყიდის და ძალიან უდევცადმე და აი ნახე იყიდე 40 ზუსტად ისეთია ვიყიდიდი კი კი ვიყიდიდი მართლა კი რა ლილოში მიყიდია რაღაცები ეგრე ოჩახშენ ეს იყო პასუხი თან ისეთი ჩემთვის პირადად ისეთი პრობლემა არის ძალიან მიყვარს ჰუდები აი ჰუდი ქართულად როგორ ვთქვა ჩვენ დროს კაპიშონკა ერქვა კაპიშონკა ხო კაპიშონკას ჰუდი ჯობია კი ჰუდები მიყვარს ძალიან და მე პირადად სულ ეგ პრობლემა მაქვს რომ თავსაბურავიანი სპორტული ზედა ხო რა პრობლემა გაქვს ქალის ხო ანუ ქალის განყოფილებაში ვერასდროს ვერ ვნახულობ ისეთ ჰუდს, აი ყველა რაღაცა კრიტერიუმს რომ დააკმაყოფილებს ჩემთვის რა.
თუ კარგი ზომა არის, ანუ სიგრძეში კარგია, როგორც წესი მოკლეებია ხოლმე. არ ვიცი რატო ეს წელი რო გიჩანს, აი მაგ ხუდს რა დანიშნულება აქვს, ვერ ხვდები. ხუდი ხო იმისთვის არის. ხედა თუ გცივა ბოლო. ხო, აი რაღაცა ხო არ ვიცი. ხუდი ხო იმისთვის არის, რომ ისე ჩაიცვი რომ გაგათმოს და თუ გცივა. ხო, ხუდი ხო ეგ არის, ანუ თბილად იყო და კომფორტულად იყო. არ ვიცი, სხვა რა დანიშნულება აქვს. ხო და ან ჯიბე არ აქვს ხოლმე, ან მოკლეა, ან რაღაცა უცნაური ფორმა აქვს. ახლა ერთი ხუდი ვიყიდა ეგრე და მოკლე არის და ძალიან დიდი ეს აქვს კაპიუშონი. აი რაღაც უცნაური ფორმისები არის ხოლმე, ქალიც. ვიცი რომ გაწვია ხოლმე სულ უკან არის. კი. ხუდი ეკაჩება და ხო, უკან ეკაჩება ეს და აი და ტანჯვა არის და სულ პრობლემა მაქვს ახლა ქალის განყოფილებაშიც ვერ ვნახავ, მე კაცისებში ესეც კაცის არის. ხო. მეორე მაქვს კიდე ტომი ჰილფიგერის ისიც კაცისებში ვიყიდა იმაში, TK Maxx-ში. ხო. ძალიან იაფად, ხო. ხო და ახლა იგივენაირი რო ვნახო იმაში ლილოში ან სადმე რავი ჩვეულებრივ მაღაზიაში და ეწეროს უბრალოდ რაღაც ტომი ჰილფიგერი ან ადიდასი ვიყიდი ჩვეულებრივად. აი მე სადმე თუ წავაწყდი, ეგეც გაჩვენებ და ერთი არ გიყიდია. აი ხა რაღაცა ადიბასი თუ აწერია არ ადიბასი არ. რო გავდეს ნამდვილს რა. ხო, პირიქით რა ვიცი ახლა რაღაცაში 200 ლარის მიცემას არ ჯობია. მარტო ის არ არის რომ უბრალოდ ფეიქია და მე არ მეკადრება, ანუ სადღაც ფიქრობ რომ ხარისხიც არ ექნება ისეთი და მოტასი შეიძლება ორ თვეში გაგიფუჭდეს და ძირი გაძურეს. ხო, მაგიტო დავაკონკრეტა წაღან და გკითხე, პრობლემა რა არის რეალურად თქო და იმიტომ გითხარ სნობი ხარ მე. ეგ ფაქტორიც მოქმედებს რა. ანუ ალბათ, ან ფიქრობ რომ ეს რო იყიდო ორ გარეცხოში აღარ ივარგებს. ო ეგრე ის ვიყიდე, პუმა ვიყიდე და გაუბედურდა ეს რა ქვია, ფერი გადაუვიდა და 1000 სხვა პრობლემა ქონდა კიდე რა. პუმას პოტასზე მეც ქონდა ეგეთი შემთხვევა წლების წინ ვიყიდე აქა და ფერი ისე გასდიოდა რომ შარვალი ანუ ეს მოწითალ ფერი ქონდა და შარვალი ხო გააწითლა, სადაც შარვალი ეხებოდა პოტას ეს. ცოტა ღია ფერი შავ ჯინსი იყო თუ არ ვიცი ნაჭრი შარვალი. წინდა რომელიც მე თვითონ იმაზეც გადავიდა და თვითონ ბოტასზეც გადავიდა, ანუ ბოტასი ხო იყო გარედან წითელი, მუქი წითელი თუ რაღაც შინდისფერი თუ რაღაცა და შიგნით თეთრი იყო ტყავი და ის შიგნითა თეთრის დეინაც გაწითლებული იყო. და მაღაზიაში მივუბრუნე ერთ კვირაში, მეთქე ანუ რო ვიყიდე რამდენიმე დღეს მე ჩავიცვი, იმ დღეს ვერ ჩამიცვამს და დამიწყეს წვიმაში იარე და რაღაცას მეკითხებოდნენ და რავი თუ ეგეთი ბოტასია რომ ერთ წვიმაში გავივლი და დედა ეტირა, მაშინ ან გამაფრთხილე ან აღარ მომყიდო და არაო შენი ბრალი არისო ესა რაღაცები დამიწყეს. მეთქე ჩემი ბრალი როგორ არის ფერი ყველა ფერი გააწითლა საერთოდ და კაიო მაშინო ამასო გავაგზავნითო იქაო წლების წინ ხდება ესა გერმანიაში გავაგზავნითო ექსპერტიზაზეო მართლა ესე მეთქეს რომ გავიგოთ რისი ბრალი არისო. მე არაფერი დაუტოვებოდა და წამოვიდა. არ გაიდაშ. კი, უნდა მექნა. კი, გავაგზავნით მეთქი და მეთქი. ხო. მაგრამ ფულს რა ფულს მოგთხოვდნენ მაგას. შეიძლება ხო. მოგეთ იყო ეგეთი ამბავი. რაღაცა 500 евро ღირს ლაბორატორიაში რაღაცა. ხო. შეიძლება ხა აღარ აქვს ეგ პოლიტიკა, მაგრამ ადრე ქონდათ რომ ექსპერტიზაზე აგზავნდნენ. აუ რა უგლიჯე. მიკროფონს. ხო. ხო, ეხლა ჩვენ დავიწყეთ ეს საუბარი და ისე რა ქვია, უბერავთ. იმედია კამერა რეკზეა, ხმა იწერს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ოპერატორებიც, ხმის ჩამწერებიც, გამონათებლებიც, დეკორატორებიც, ჩაცმულობაზე ვზრუნავთ. წამყვანებიც. გრიმიც. ოკეი. ხო, ჩემ გრიმზე მე თან ვიზრუნე, წავისვი ისა. დამატენიანებელი. იაფიანი. ფეიკი. ფეიკი დამატენიანებელი. ვითომ ატენიანებს და საერთოდ. გადავიდეთ რაღაცა ისიც ვთქვათ, ახლა სამი საინტერესო ახალი ამბავი. ხო. მოგიმზადე. შენ პლანშეტს გამოიყენებ? გამოიყენე. იქ Word-ის ფაილში ჩავამატე რაღაცები. ესე იგი ნუ ამხელა კოდი გაქვს. მოკლე კოდი დავაყენოთ. ეგ კოდი მე არ მაქვს, შენ დააყენე, შენ ხო და მე რამდენი ხანია გაქვს და შეგეძლო შეგეცვალა. ეს იმას აქვია Word-ი მას გთხოვს, ფასიანი Word-ი ფული გადაიხადეო? თუ რამე სხვა პროგრამაშია გახსნი? Word-ია. და რა აბა free trial Word-ი რა უბედრო. კაი.
საინტერესო ფაქტები, სამი საინტერესო ფაქტი გვაქვს. პირველი. ეს ერთფერებში ხართ შენ და ისა. არა, აქედან შავია. აქედან შავია. მაგრამ ეს ვარდისფერია და მე იასამნისფერია. ეს ხო იასამნისფერია. იასამნისფერია. ფაქტი ნომერი პირველი. აბა. მოიცა ეს რა ფაქტები არის ახლა? სამი საინტერესო ფაქტი იქიდან სამყაროდან, ზოგი სამეცნიერო, ზოგი ესეთი, ზოგი ასეთი. კარგია. ვენერა, ხო იცი ეგეთი პლანეტი. გამიგია. პლანეტი ვენერა. ძალიან ნელა ბრუნავს. და თავის ღერძის გარშემო მთლიანად დატრიალდეს, მაგათაც როგორც დედამიწა ანდომებს 24 საათი, ხო, დღე ხო ეს არის, რომ ერთ წრეს თავის ღერძის გარშემო დატრიალდება. ვენერა ანდომებს 253 დღე. ისე ნელა ტრიალებს. ერთი დღე, ანუ ერთი ბრუნი რო შეასრულოს, დედამიწის საზომით 253 დღე არის. ანუ დედამიწა უკვე 253 ჯერ დატრიალებული. ხო. მაგრამ ბევრად სწრაფად მიფრინავს თავის ორბიტაზე. ხო. და ამიტომ ზეს რო შემოუვაროს, მაგას ანდომებს 225 დღეს. ანუ წელი უფრო მალე გადის ვიდრე დღე. გაიგე? ანუ ერთი დღე სანამ გავა, ერთი წელი უკვე გასულია ვენერაზე. ხო, ეგ არ ვიცოდი. ხო. და გაგიჟებულები არის. და კიდევ ასეო ერთ-ერთი პლანეტა, რომელიც საათის ისრის მიმართულებით ბრუნავს. ეგ არ ვიცი რატო არის ეგრე, მაგრამ ოკეი. რეტროგრადული ის ქვია მოძრაობა მაგას, მაგრამ უკეთ ესია რა. რანერი იქნებოდა ცხოვრება, ნახე ერთი წელი უფრო მაგარი გადის ვიდრე ერთი დღე. პირიქით იქნებოდა მე რა, წელი ერქმეოდა დღეს. რა თქვი ხა არ ვიცი რა. მადრობ ცხოვრობდეთ ვენერაზე. ხო. ასე რომ დავაფასოთ. ესე იქნებოდა რა, ეხლა ხომ რაღაც ახალი წელი მოდისო და ვიტყვით ახალი დღე მოდისო. ხო. და ანუ ის იქნებოდა აღნიშნვა და შამპანიური სროლა იქნებოდა ახალი დღე. გიოცავ ახალ დღეს. ხო. ახალი დღიდან ვანევი თავს მოწევას და ესეთი რაღაცა. კი. ახალი დღიდან ვიწყებ ვარჯიშს. ხო. აი იგივე არის პრინციპში, ხა რა უცებ რა გავიოცე და გავიკვირო, რა მნიშვნელობა აქვს? წელი უფრო მალე გავა თუ დღე უფრო მალე. ანუ რამდენჯერ გავიჭედე კი. კაი. ანუ რა მნიშვნელობა აქვს მაგ შემთხვევაში რამდენჯერ დატრიალდება? არაფერი რა, უბრალოდ იქ არის ერთ დღეში არის წელი გასული. რამდენიმე დღე რო გავა, უფრო მეტი წელია გასული. ხო, რას ცulis? ძალიან საინტერესო ფაქტია. არა, საინტერესო არის. შეიძლება დაგაფიქროს ცხოვრებას. შეიძლება არა, მაგრამ შეიძლება დაგაფიქროს. შენს მოძიებულ იმას ფაქტს. ხო, ეს არის ჯემინის კითხე და ჯემინიმ ჩამომიყარა ეს ფაქტები. შეიძლება რამე აურია გაცმარიც, მაგრამ არ უთხარი გადაამოწმეო? ჯემინისთვის თავიდანვე მაქვს ნათქვამი, რომ მე როცა გელაპარაკები მეთქი. გავიყვანე და ვისვი ერთხელ და ველაპარაკე, რომ 10 რასაც კითხო მეთქი. ყველაფერი მიპასუხე გადამოწმებული მეთქი, ესე რაღაცეები რომ მომბუდაო ეგრე არ მაწყობს თქო და. ეგ მეც უთხარი ChatGPT-ს. ხო, მეც უთხარი ეგ, მაგრამ რამდენად იზავს კაცმარი ChatGPT, მაგრამ გავუბერან ბოლო დროს. ხო და რის ბრალია მეც შევატყო ეგ და. რაღაც ელემენტარულ რაღაცებზე ვერ მცემს სწორ პასუხს. ეთქო რაღაცა ალგორითმებში შეცვალეს, ან რაღაცა მცდელობები აქვს ექსპერიმენტებს ატარებენ და იქ ხო ის არის რომ ეხა ესე გიპასუხოს მე ისე და. სასაცილო ვიღაცის სახიდან თავიდან როსვავ იმას წვალს. ხო, მაგრამ ალბათ გამოასწორებენ. მეორე არის რომ ეს მაგარი ეს მართლა საინტერესოა. გადავისხი. მართლა ძალიან გეტყობა. გასიშრება. მეორე არის ადამიანში თუ ადამიანზე, მოკლედ ადამიანი შედგება უფრო მეტი მიკრობული უჯრედისგან, ვიდრე თავისი უჯრედისგან. ანუ ეხა ახსნი ადამიანს დაახლოებით აქვს 30 ტრილიონი უჯრედი, რისგან შევდგებით. ხო. და ჩვენში არის 29 ტრილიონი უჯრედის ბაქტერია. ანუ ბაქტერიები ხო არიან? ხო. და მათი უჯრედები შეადარვა ადამიანის უჯრედებს ჯამში. ხო. უფრო მეტი უჯრედია ბაქტერიის. ანუ ჩვენ უფრო მეტი ბაქტერია ვართ. აი ეს ერთი მე ხო ბზივარ აქ. ხო. ეხლა უფრო მეტი ბაქტერია ზის ჩემი სახით ვიდრე მე. იუ.
30 ტრილიონი ადამიანი და 29 ტრილიონია ბაქტერიის ჯამში უჯრედები. ანუ ესე გამოვიდა რომ ერთი დიდი ბაქტერია ვართ. ხო, აი კანზე, კუჭნაწლავში და ასე შემდეგ რა, ეხა აბა რატო ეს ბაქტერია რაღაცა უარყოფითთან რატო ასოცირდება ყოველთვის? ნუ ზოგი ბაქტერია ცუდია, ზოგი კარგია, ხა ბაქტერიების გარეშე ვერ ვიცოცხლევდით, მაგრამ რაც გვჭირდება, ჯანმრთელი ბაქტერიები, ჩვენი მეგობარი, პარტნიორი ბაქტერიები რაც არიან ადამიანის, ისინი, მაგრამ ფაქტი რა, ეხლა შენ ხო გონია რომ ადამიანი ხარ და კოდი ხურავს თუ რაღაცა და რაღაცა ცოტა ბაქტერია არის შენში. ხო. მაგრამ უფრო მეტად ბაქტერია ხარ შენ ვიდრე ადამიანი. ის არის უსიამოვნო ბაქტერია რაღაცა. ესეც ცხოვრებას დაგაფიქრებს, როგორც ეს ვენერას ამბობ. მაგიტო აირია ყველაფერი, დღე უფრო მეტია, წელი უფრო მეტია ვიდრე დღე ბაქტერია. ხო, რაღაცნაირ ფაქტები მომიტანე, არ მომწონს. ეს ფაქტიდან დასკვნა არის, რომ ის დააფასო შენი უჯრედები, რაც გაქვს და ისედაც ცოტა გაქვს და დააფასე და მოუვარე და ჯანმრთელობას მიხედე. აი, დასკვნა ხედა, ყველა ფაქტიდან შეიძლება რაც შენთვის სათავისო დასკვნა გამოიტანო. რა თქმა უნდა. აბა ამ მესამე ფაქტიდან რა დასკვნას გამოიტანო. აბა. ესეთი ისტორიული ფაქტი არის. საინტერესო როგორ იცი, რომ ბევრს არაფერს გასწავლის, ნუ მომენტ როგორც წინაზე ვთქვა, აქედან შეიძლება შენ თვითონ ისწავლო. მაგრამ ესეთია რომ მოვისმე და მეტყვი, მეტი არაფერს არ მოგცემს ეს. ბოლო გილიოტინით სიკვდილი დაჯდა, როდის მოხდა იცი? არა. ანუ პირველი Star Wars-ი უკვე გამოსული იყო. 1977 წელს საფრანგეთში გილიოტინით მიუსაჯეს სიკვდილი ჰამიდა ჯანდუბი. რა დააშავა? ჯანდუბი, ჯანდაბა. ნუ რაღაცა ის იყო რა, ნუ ძალიან ბევრი დანაშაული ჰქონდა და მკვლელი და რაღაცა მოკლედ ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინა, როგორც დავიკითხე მოკლედ. მაგრამ ანუ წარმოიდგინე გილიოტინით. ხო. ეს უარდება ადამიანს თავს აცლის. ხო. მაგითი რომ ადამიანი მოკლეს დედამიწაზე. ხო. Star Wars-ი არსებობდა უკვე გამოსული იყო ხა კინოში დადიოდა Star Wars-ის ანახავად. და საფრანგეთში სადღაც იქ არა. ხო, ესეთი ფაქტია. აი, საინტერესო. ბრეივიკს მოკლავდი გილიოტინით. გილიოტინით რატო? რა ვიცი, აი რაღაცნაირია. უფრო ნელი სიკვდილით. იმას ისტორიას რო აი. ხო. მოკლედ ესეთი ამბავია რა. ამ ბრეივიქსო თუ გადავეკიდე, იმ დღესაც ვახსენე რაღაცას. ხო, ხშირად ახლა ხოლმე და ჰიტლერი თქვი, ყველა ჰიტლერს იძახის და შენა თუ გადაიკიდე. სუდი ადამიანის მაგალითად თუ გინდა, აგერ არის შვენიერი მაგალითი. მოიცა ბრეივიკი არ არის? აი ის უფრო ცუდი, ის არის მასშტაბი რა, სიცუდის მასშტაბებზე. ხო, მაგრამ ეს აი ბავშვებს დაერია კონკრეტულად, აი მიზანმიმართულად მივიდა და ბავშვები დახოცა. ხო, ნუ ახლა რა თქმა უნდა, ნუ ახლა ამის რაღაც შედარებას რა აზრი აქვს, ბოროტი იყო, მაგრამ ნუ. ხო. ესეთი სამი ფაქტი მქონდა. კარგი იყო საბოლოო ჯამში. ანუ ახლა შენ რომ მაყურებელი იყო ამ პოდკასტის და ესეთი სამი ფაქტი მოისმინე, გაგიჩნდებოდა, შეგრძნება, მოდი შემდეგ სერიასაც რო დაიდება, ჩავთავ კიდე რამე ახალს გავიგებ. ეგეთები იყო თუ უაზრობა ფაქტები მოვიტანე. იცი რა, საინტერესო იყო. არ ვერ ვიტყვი რომ ახლა რამეში გამოადგება ადამიანს მაყურებელს. რაში გამოადგება, იცი, small talk-ებს რო ეძახია. ეს სადმე რო იქნება და რაღაცა სამსახურში ლანჩის დრო როა და თანამშრომლები სადიდობენ იქით რომ ის იცოდით? Star Wars-ი რო გამოსული იყო. გილიოტინით თავი წააცალეს კაცს. ეს უბრალოდ რაც ფაქტს იტყვი რომ ლანჩზე შენი აზრით კაი თემა არის ეს ლაბარაკობთ. კი. ან ნაცნობი შეხვდა ქუჩაში და შეგეგურა ხა რავი შენს კიდე ხდება რავი ჩემს კიდე არაფერი და მე აღარაფერი აღარ გაქვს სათქმელი. ეგრე ხო არის ხოლმე. და ეგ უნდა უთხრა? ხო, უთხარი რატო არ დრო ეს არის რა, რაღაცას. აი ხა. პირდაპირ დამშვიდობება არის ხოლმე რაღაც უხერხო. აი ხა როგორ წავედი. რავი შენსკენ, რავი ჩემსკენაც და ესე რო ხარ პაუზა არის. ხო და კაი, აბა წავედი. ხო, აი ხა როგორ წარმოგიდგენია რომ რაღაცა შენი კლასელი ნახე შემთხვევით ქუჩაში. მე სერიოზულად კი არ გითხრა, ნახე 90 ვიძახი მაგრამ. მაგრამ ხო და აი რაღაცა რომ დაუნერგოთ კულტურაში ეგეთი. რომ ნაცნობრივ შეგვხვდება, რამე საინტერესო უნდა უთხრა. მე ის აღარ იქნება რო არის ხოლმე რომ აუ ის რო დაინახავ და ამის ნახვა მეზარება და ნივიჟუებს რო უკეთებენ ადამიანები ერთმანეთს. ეგ უარესად დაგეზარება. არ დაგეზარება, იმიტომ რომ ვა იქნება რომ საინტერესო მითხრას.
შეხვდები და იცოდი რომ ვენი რაზე რამდენი წელი გეტყვის. და იქნებ საერთოდ არ ხარ ლაპარაკის ხასიათი. ეგ ხო მაგ შემთხვევაში ხდება გეზარება, იმიტომ რომ ან დაღლილი ხარ, ან არ გინდა ლაპარაკი, ან რაღაცა ან გეჩქარება, ან რაღაცა მიზეზი არის. ეხა ეგ რო იცოდე რომ უეჭველი ხა ამ რაღაცა ინფორმაცია უნდა მომაწოდოს, რომელიც შეიძლება საერთოდ არაფერში არ გამომადგეს არასდროს. ანუ უარესად დაგეზარება რომ ნახო ესე რაღაცა გამარჯვებას ეთქვა და მაშინ შეიძლება ის ძილობის გულით მოიკითხავ და დავშო ანუ ის ჩაამატო რა რომ რა შეიძლება როგორ ახლა რავი ჩემს კიდაც ყველაფერი ძვლებურად საინტერესო ფაქტი ხო ეგ ესეუნა არა კარგად იყავი და მიდი რომ ჯერ იკითხე და მე უკვე ის არის ხო ეგრე შეიძლება ბევრად უფრო როგორ გითხრა შინაარსიანი გახდება ადამიანებს შორის კომუნიკაცია ამას თუ დავნერგავდით კი არა ნაწილობრივ გეთანხმები ასე რომ გაუზიაროთ ერთმანეთს საინტერესო ფაქტები ვისაუბროთ საინტერესო რაღაცეებზე უაზრობების მაგივრად მარჯობია დაგიბრუნე პლანშეტს აქ დავდო თუ მე ის გაქ როგორც ვიცი ესეთი რუბრიკა ბრიტანელმა მეცნიერმა გამოიკვლეს კი არა და მსგავსი შინაარსის რაღაც რუბრიკა მეცნიერულად რუბრიკა მეცნიერულად დამტკიცებულია ხო ესე ბჭყალებში ხო იმიტომ რომ აი ყველა რაღაცა აი სარკაზმით ნათქვა ხო აი რაღაცას რო გეუბნებათ მეტი დამაჯერებლობისთვის ამას აყოლებს რა მეცნიერულად დამტკიცებულია ეგ ხო რაღაცა რო რაღაცა მაგალითად ადამიანი თავისი ტვინის მარტო 10%-ს იყენებს შესაძლებლობას და ეს მეცნიერულად დამტკიცებულია და ხო და ეხ ამ ბოლო დროს პროჯექტი შემოხვედრია და ჩემ ბავშვობაში იყო რომ 3%-ს ვიყენებთ ეს ესე მითი ეს იყოს აქია მოდიფიცირება მოხდა იყოს არა 3-დან 10-მდე რატო გაიზარდა ეთქობა 3-ის არავის აღარ ჯეროდა არა ძალიან ცოტა არის 3 და აი ნუ 10 უფრო ესეთი მე 5-ზე იყო მცდელობა და 5-საც აღარ იჯერებდა ხალხი და 10-ზე უკვე ისევ დაიჯერებს კი 10 უკვე ძალიან ნორმალურია 10 ისევ მუშაობს მოვადრო 10-საც აღარ დაიჯერებენ და მოუწევთ 20-მდე გაზრდა შეთქმულების თეორიის მოყვარულებს ხო მოკლედ მსგავსი ისინი იქნება არა 10-ის მერე იქნება 30 მაგრამ 30 უკვე როგორია იცი რომ უკვე ბევრია რა ტვინის 30%-ზე ხო 30 გამოიყენე ბევრია არა არის 3 ისე ჟღერდა რომ მოიცა 3 და 97 კიდე მაგ დარჩენილი კი და როგორ ჟღერდა იცი რომ ეს 3% და ანუ რა გამოდის რაღაც ფრენაც შემიძლია თუ რა რაღაცა ეგეთი არის თუ დაიჯერებ თუ რაღაცა ხო ესეთი მაგრამ აგვაქვს დღეს აბა დღეს გვაქვს ესეთი ეს შემხვდა Facebook-ზე შემხვდა. როგორც ეს Facebook-ზე მხდება ხოლმე ესეთი აი რაღაცნაირი სტატისტიკები რა თუ რა ქვია ამას არ ვიცი. მეცნიერებმა დაადგინეს რომ მამაკაცები რომლებიც სამსახურში წასვლის წინ ცოლს კოცნიან 5 წლით უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი ვინც არ კოცნიან. როგორ დაადგინეს აი რამდენი მამაკაცის ცხოვრება უნდა დააკვირდე წლობით ანუ წარმოიდგინე მინიმუმ 30 წლიანი კვლევა უნდა ჩაატარო ხო და უყურო რომ ეს დღეს აკოცეთ ძოს გამდა კატეგორიებში და მე ახლა ესენი მალე მოგტრენ და სასაცილო რა არის რომ მაინც და მაინც სამსახურში წასვლის წინ სამსახურში წასვლის წინ ისე არა ალბათ ეგ სტრესთან არის ასოცირებული ან შეიძლება როგორ გამოიკვლიო იცი ჩაატარო გამოკითხვა მასობრივი გამოკითხვა 50000 მამაკაცი სამსახურში წასვლამდე თოს კოცნით ყოველდღე თუ არა ვიღაცა არავის მოთაგეს ვიღაცამ კი ანუ კი ის ჯგუფი და არა ჯგუფი და მე 10 წლის მერე ისე მოიძიეს დაურეკეს რომ ცოცხალი ხარ და კი ჯგუფში ვინც იყო უფრო მეტი იყო იქიდან ცოცხალი ვიდრე არაში და მაგითი დასკვა დადეს ეს უფრო მარტივი იქნებოდა მაგრამ ეხლა მეორე უკაცრავად მეორე საკითხი არის კიდე მანდ განსახილველი. ეგ ხო ისეთი კითხვა არის, აი რაღაცნაირი რა, სამსახურში წასვლის წინ ცოლს კოცნი? და ძალიან უფრო მალე მიდის სამსახურში, ბოდიში მერე. ძალიან ბევრმა შეიძლება მოგატყუოს, რო კიო. აი არა რო ამბობ, აი ცოტა ისეთი ჩანხარ, პროჯე. ხო.
არავინ არ ხო, ნუ მიყვარს შევარაცხო. ეგ ფაქტორი უნდა გამორიცხო რა. ხო და აი მაგას ვამბობ, ანუ რანაირად ანუ ყრევაში ჩათვალე რომ თქვა ისე გამოიკვლიეს რომ ეგ ტყუილის ფაქტორიც გამორიცხეს რა, ისე ჩავსრიალდე ქვევით. რაღაცა ის თვითონებში რო არის ის რა ქვია, უსაფრთხოების ღვედი ესეთი უნდა რაღაც გაინთოს იქ რა დაიწყო ჩაწერა და შეიკრა რომ მაგრამ იქ მაგაზე მაინც ჩასრიალებ რა, მეც როგორ აი ზევიდან რო ეს იღლიებში დაწერილი. ან ესენი გავაკეთოთ მაღლები და ჩამოეკიდათ. ხო და მოკლედ არა, ეხა ეგ ნახე. ეგ გასაგებია ვინც დებს მაგას. ეგ რა ვინც დებს მაგას რატო დებს? იმიტომ რომ ბევრი ლაიქი კონდეს, ბევრი გაზიარება კონდეს, ბევრი კომენტარი კონდეს. ეგ გასაგებია. ხო. მაგრამ ვისაც ჯერა ამის და აზიარებს, აი მანდ არის პრობლემა. აი პრობლემა არის რომ ვიღაცამ Facebook-ზე გააზიარდა ჩვენ პოდკასტი და რომ ხალხს უყვებით მაგას ეგ არის პრობლემა. ჩვენ ეგ რა არის პრობლემა? ჩვენ განვიხილავთ. კაი, სხვის ქცევას თავი დავანებოთ თვითონ აი რაც მან წერია. ხო. ანუ რა იგულისხმებოდა რომ უკეთესად მოქმედ, ანუ უკეთეს განწყობაზე არიან ნაკრები სტრესის დონე ეწევა და მე გრძელვადიან პერსპექტივაში ნაკლებად გირტყავს ჯანმრთელობაზე სტრესი ვიდრე ისინი ვიწყებენ. რადგან სამსახურია ხაზგასმული, რომ სამსახურში წასვლის წინ, ესე იგი სტრესის გამო. რომ აი ეს რაღაც დადებითი ემოციები მიყო, მაგრამ რა, მაინც კაცებზე რა თუ არის, ქალებზე რა თუ არ არის. ქალებზე რა რომლებიც სამსახურში მიდიან? ხო. თუ ვინც ახში რჩება, ვისაც აკოცეს ის როგორ აგრძელებს ცხოვრება. ან ერთი არ. კიდე საინტერესოა. რა ვიცი. ხო შეიძლება იმიტომ და ეს წაიკითხო. და მე ყოველ წასვლის წინ აკოცო, იმიტომ რომ გინდა რომ დღეს ისოცხო. და იმიტომ რომ გიყვარს ძოლი. ეს კარგია, კარგი ის არის. თეორია. რაღაცა ის არის. პროპაგანდა არის მაგის, რომ აი აკოცეთ. რასვლის წინ ხო? ხო. თუ არ გიყვარს შენ თავი ხომ მაინც გიყვარს და გინდა დიდხანს ისოცხო და აკოცე. მაგრამ ეგ მაგას მაშინ მოქმედებს, როცა გიყვარს და ხო, მაგრამ აქ არის რომ აი თუ ბევრჯერ ვაკოცნილებთ მე ისევ ეს შევყვარდები. და ეხ მაინტერესებს ჩვენ შემთხვევაში როგორ იქნება ერთმანეთს რომ დავყვებით სამსახურებში. მანდ როგორ არის? მანდ ალბათ ბონუსია და 10 წლით მეტხანს. ერთმანეთს დავყვებით სამსახურებში კი არა, ნუ აქ იგულისხმება რომ ჩაწერები როცა მქონე გვანცამოდეს და გვანცა როცა მეკრავს მეც რო იქ ავარ, მაგრამ ეხა სამსახურიც კი ერთი გავაკეთეთ. აუ ეგ მაგაზე კი არ დავფიქრდი. შევქმენით ერთი სამსახური. ხო. ეხლა ძალიან ვიჩხუბოთ ხოლმე. სამსახურეული ნიადაგზე. ხო. და მე ეს ვთავრდება და ესე ვხვდები და სამსახურში მომიშალეს ნევრები, მე რა თქმა უნდა მოვუყვეთ. თანამშრომელი მყავს, აი შეუგნებელი ვერ გააგებინე. კაი და მე მგონი გადავიდეთ თამაშზე. თამაში, ხო. ხო ეს განვიხილეთ რავი რაც იყო განსახილველი, შევეხეთ ყველანაირად. თამაში რა გვაქვს? რა თამაში მოგვიმზადეთ დღეს ახალგაზრდო? თამაში არის რადგან პირველი ეპიზოდია თან. რაღაცნაირ თემატური თამაშია რა. რომ გაგვიცნოს მაყურებელმა. ანუ ჩვენ კი ერთმანეთს დაუსვამთ ამ კითხვებს. ანუ ესეთ თამაშია, რამდენად კარგად მიცნობ, ესე ვქვია. და კითხვებია. ამ კითხვას ამოვიღებთ. ჩვენთვის ჩავიწერთ პასუხებს ერთმანეთს. კითხვებს ავიკითხოთ ხომ ახლა, მე პასუხს ჩავწერ და მე აბა დავძერ. არა, ეგ ხო ერთმანეთის გამოცდაც არის ეგ თამაში. ხო, ერთმანეთის გამოცდაც არის. და გაარტყავ პასუხს. ხო. დავაი დავწხეთ. დავწხეთ. მისთვის დაგჭირდება ბლოკნოტი და პასტა? კი. ვარემ მანდვე ხარ და მომაწვდი? კაი, მოიცა? კი, მოიცა. რომელი გირჩევნია? გვაქვს წითელი დიდი ბლოკნოტი, გვაქვს ესეთი პატარა. პატარა საღები. აი ეს სადარ კალამი. როგორ ერთნაირ ფერებში ეს ორი დამთხევა საერთოდ. არ მიფიქრია ამაზე. მადლობთ. გამოუშვი პირველი შეკითხვა. ესეთი პაწუყა ეს არის, თან ყუთი მომეწონა, საყვარელია. How well do you know me? ესე ქვია თამაშს. ხომ კი? კი. ეს არის ბლოკნოტი, რომელსაც პოდკასტში ხმარობდი ხოლმე რომ დავიწყე.
თემების და ეს მოსანიშნად. ამოვიღო? რამდენი კითხვა? 1 2 3 4 5 კითხვა. 5 კითხვა გავათამაშოთ? ხო. მომეცი და წავიკითხავ ხოლმე. თან წაიკითხე თქვი. ანუ ჯერ ერთი ამოიღე, წაიკითხო, დავწეროთ პასუხი. თუ ყველა პასუხი დავწეროთ და მე განვიხილოთ. არა. ერთი დავწეროთ პასუხები, გავარჩიოთ. ხო. კაი, მიდი. ინგლისურად წერია და გადავთარგმნე. თქვი? ესე იგი, ჩემ ცხოვრებაზე რო იყოს ფილმი, ვინ მენდომებოდა რომ ითამაშოს ჩემი როლი? რომელ მსახიობს არიჩევდი შენი ავტობიოგრაფიულ ფილმში რომ ეთამაშა შენი როლი? ხო, აი. შენ რომელს არიჩევდი, უნდა გამოვიცნო მე? ხო, და მე შენ უნდა გამოვიცნო მე? მე მაქვს უკვე პასუხი მიწერი. მე არ მაქვს არც წამი და ხო შეიძლება დავფიქრდე. რატო ვიწერთ, მაგრამ პირდაპირ თქვა ხოლმე, რა ხო დაიმახსოვრებ ამ პასუხს. ხო, მაგრამ უნდა დაემთხოს. ახლა რომ შენ რაღაცა არასწორი თქვა და მე უი ხო, ეს ხათრით გითხრა, ჯერა რო არის და. მეტი დამაჯერებლობა ის ასაჯა. აი დავიყალე ასე მეყუდაგუნა. კარგი. მოიცა, ჩემი პასუხიც უნდა დავწერო, ხო? რომ ეს სწორად გამოიცანი თუ არა? ხო. აბა რა გამოიცანი არის? ხო. შენი დაწერე შენ თავზე? არა, არ დამწერია. ჯერ შენ თავზე უნდა დაწერო და მე შენ თავზე. ხო, ჩემ თავზე მართალი ხარ. ხო, აქ ჭრები გავაკეთოთ ხოლმე. ხო. რომ აყურებელი არ დავაღალოთ ჩვენი ფიქრით. ნუ შენ იტყოდი ამას და მე ვიტყვი ვინ მინდა რომ ჩემზე ითამაშოს. ანუ აქ კიდე ესე როგორ არის რომ ვინს ვფიქრობ ვინ მოუხდებოდა ჩემზე როლს კი არა. ვინ გიყვარს ალბათ. ხო, მაგრამ არა. მე ვიფიქრებ ახლა ვინ მოუხდებოდა, ძალიან გავიწიეს. ვინ მოუხდებოდა ხა ჩემი. ვინ გაგისწორდებოდა რომ ამონ მე მითამაშა აი. ხო, აი ეგ. ამას ვერ გამოიცნობ. მაგრამ ეს მომოფიქრდა, ხო ვერ მომოფიქრე ვერა. ვერ გამოვიცნობ, მაშინ არ სწორად ანუ ჯერ არა, ნუ ეს მომოფიქრდა, სხვა ვერავინ ვერ მომიფიქრე, ესეთი ერთი არავინ არ არის, რომ ეგრევე მეთქვა რა. ეხა აი ესე რომ ამონ მე მითამაშა ესეთი რეაქცია მე. იმიტომ რომ ამისი ალბათ ყველა კომედია მაქვს ნანახი. არ არის ჩემი საყვარელი კომიკოსი, რა ვთვლი რომ ტოპ ყველა დროის საყვარელი კომიკოსია, მაგრამ მეგოსება. აი ეს იყოს, ხა. აი ჯერ შემითხარ. შენ თავზე ჯენიფერ ენისტონი. სწორია. გავარტყი? შენ რა გაწერე ჩემზე? რიკი ჯერვისი. რიკი ჯერვისი? პოლ რუდი მიწერია მე. ხო, პოლ რუდი არ გამახსენდა. ანუ ვერ გამოვიცანი რა. რატო გამახსენდა პოლ რუდი არ ვიცი ხე არ არის იმაში ტოპ ჩემს საყვარელი 10 მსახიობში არა შეიძლება არ შევიდეს, მაგრამ აი რა ვიცი, უცებ აი გამისწორდება. ხო, აი რა თან რაღაცნაირი მაგრამ ვერ ვიტყვი რომ რიკი ჯერვისი უფრო ახლა რიკი ჯერვისი უფრო მევასება და უფრო უზ მოვლენა სად რიკი ჯერვისი სად პოლ რუდი, მაგრამ რიკი ჯერვისი ბევრად ის არის. ფენომენალური მოვლენა. ხო და მე ნახე როგორ რიკი ჯერვისი არ მოუხდებოდა მგონია. რატო? მაგრამ უფრო გამიხარდებოდა, ოკეი. მაგ კრიტერიუმით კი. მე რო გაგიცანი შენ, თავიდან ცოტა უჟმური იყავე. ხო და რიკი ჯერვისი კარგად გამოსდის. მე იმასკენი გამოუჟმურდი. განუჟმურდი. განმოუჟმურე. ანუჟმური. რომანტიკულ კომედიებში რო არის ხოლმე, ხო იცი? რაღაცნაირი ესეთი ტიპები. Beauty and the Beast ის არის. ხო. კლასიკური. კი. რა ხმა იყო? ალპისად არის. ალპის ძინავს შენს სკამზე. ხო რაღაც იქით მეზობლის ხმა იყო. რეკზე ხო ვართ? ეაც. აუ ეხა არაფერი არ იყო შეწერილი. მარტო აუდიო. მე Spotify-ზე ვიქნებით. აუდიოს ვხედავ რომ მიდის იქ. აუ მე მარტივი მეგონა ეს თამაში და მეგონა რომ ყველაფერს მეგონა რომ ყველაფერს გამოვიცნობდი და რა არის. არა. რიკი ჯერვისი იყოს შენსკენ? თან ეს არ ვიცი აქ სწორი პასუხი რომ. ხო და არ იყო ხა ფაქტია რომ შენ სხვა დაწერე, მე სხვა დავწერე, შენ სწორად დაწერე. რა მოჟას ქვია? კაი, ერთი ქულა მე. ერთიც მე. ანუ გავარტყი არის, ხო გარტყოზე. შემდეგი შეკითხვა. ეხა შენ ამოიღე.
ეს ჯენიფერ ენისტონი არც კი ფიქრია ისე დაწერე ხო? კი, ეგრევე. I could travel back in time, რომ შემეძლოს დროში მოგზაურობა, უკან, წარსულში მოგზაურობა, ვის შევხვდებოდი? ვის პირველი ვის მოინდომებდი, რომ გაგეცნო. შენი არის ბეთჰოვენი. ბეთჰოვენი. და მე კიდე მოცარტი ვიფიქრე. რატო იფიქრე მოცარტი? მოცარტი უფრო ხო არ ბეთჰოვენს ახსენებ ხოლმე. ვანც არის პიანისტი, თქვით ეგა? არა. მუსიკოსი პირველ რიგში თავარი პროფესია გვეცეს ეს და ამიტომ მოცარტი. აი მოცარტის ახმუზეუმში ხარ ამ ყოფი და იქ რო იყავი სხვები იმაში ზალცბურგში ხო? კი. მოცარტზე რაღაცას და ცოტა ხისტიაც ვილაპარაკეთ მოცარტზე. დეგენერატი იყო რა ჩახდა. ეგ თეორია რომ გაგრო მოცარტი იყო დეგენერატი. აი ნუ ახლოს ხო ვიყავი? კი, ახლოს იყავი. აი ერთი ქულა შენ, არა, მოიცა ხა ქულას არავინ არ წერს? არა, ნუ შენ, აბა შენ თუ დაიწერე. შენ ვერ გამოიცანე. მე ვერ ავიღე ქულა, ხა შენ. ჯეიმს ბრაუნი. ვა, ახლოს იყავი, მაგრამ არა. მოვიდოდი მაგის დაწერას. კოი ბრაიანტე. ჯეიმს ბრაუნს ფიქრობდი? რატო რო ფიქრობდი, რატო არ დაწერე მე? ჯეიმს ბრაუნი მაგრამ მიყვარს, ვინც არ იცის. ძალიან მევასება, მაგრამ კოი ბრაიანტე რატო იცი? ჯეიმს ბრაუნიც სხვადასხვა ძალიან განვიცადე რო გარდაიცვალა. მაგრამ ისეთი რომ გული რო დაგწყდება რა, იმიტომ არც აქტიურად იყო მუსიკაში არაფერი რაღაცა. ხო. მაგრამ კობი ბრაიანტზე ვერასდროს წარმოვიდგენდი, მაგრამ რო გავიგე, ისე გამიტყდა. ხო. აი დღემდე მახსოვს რა, რამდენიმე დღე აი დაგრუზული დავდიოდი, რომ კობი ბრაიანტთან რაღაც ხო იცი ერთ ფრენითო შეასკდა კატასტროფაში თავის შულთან ერთად და კიდევ სხვა ბავშვები და საშინელი ტრაგედია იყო. აი მახსოვს რა, მეგონა რომ ნაცნობიზე რო გაიგებ შენახულობაზე, აი ესეთი რეაქცია მქონდა, არ ვიცი რატო. კი იყო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კალაბურთელი და რაღაცა კალაბურთს ვთამაშობდი. ზუსტად მაშინ იყო კობი მაშინ დაიწყო და პრაიმში მაშინ იყო, მაგრამ და ესეთი ინსპირაციაც იყო, მაგრამ ნუ არ მეგონა რა, რომ ესე განვიცდიდი, მაგრამ ნუ ძალიან განვიცადე მახსოვს. დღემდე მე ხო დებენ ხოლმე Facebook-ზე რაღაც კობი ამდენს გახდება ეს ყოველ წელს რომ მოტივდება ხოლმე მახსენდება, რომ ძალიან ისეთი ის იყო, იმიტომ რომ ეგეთი აი ხوارიან ადამიანები, რომელსაც უყურე ჯორდანიც ეგეთი არის. და აი რომ გონია რომ ამას ყველაფერი შეუძლია. ხო. აი რაღაც ეგეთი აურა ქონდა კობისაც რა. რაღაცა აი რომ თუ მოინდომებდა რომ ყველაფერს გაიტანდა და ის შრომის და იმენა თავდადების ის იყო მაგალითი იყო ტიპი რა. და უცებ რო გავიგრო, აღარ არის დაჯერება გამიჭირდა. ასეთი ეფექტი მოახდინა მისმა გაწონა და თან კობის შეხვდები და მის პერსონასთან რაღაც საინტერესოც იქნებოდა და ამიტომ კობი. ჯეიმს ბრაუნი არ იქნებოდა საინტერესო? იქნებოდა. კობი რო არის ჯეიმს ბრაუნის დავწერდი. ხო, სხვადასხვა ეხლა შენ რო ლაპარაკობდი, გამახსენდა ჩემი რეაქცია მაიკლ ჯექსონის გარდაცვალება რო გავიგე. და აუ ჯექსონი რატო არ დავწერე? მე სხვადასხვის 1-2 ცემლის გადმომივარდა. კი, მე შეიძლება ითქვას კობიზე იგივე. თან რაღაცნაირი იყო, აი ჯექსონი იყო, აი ერთ-ერთი კასეტები მქონდა იმების კონცერტების და კლიპების და აი მთელი ბავშვობა რაღაც დაკავშირებული იყო ჩემი ჯექსონის მუსიკასთან და მაგარ სევდა წამოვიდა. კი, და გლოვა დავიწყეთ. და მე ისე ვერაფერ ვერ გამოვიცი. ბერაზე კლასიკოზე, ისე 1-0. შემდეგი შეკითხვა. ვინ არის ჩემი celebrity crush-ი? შენი celebrity crush-ი? ხო. crush, აი crush-იც ხო შემოვიდა სალაპარაკებში, რა? crush. crush-ი რა როგორ უნდა თქვა, აი ქართულად როგორ უნდა თქვა, ამიხსენი. სატრფო. არა, სატრფო არა. crush-ი ეგ არის ეტრფი. ტრფობა შორიდან. celebrity. აი აუცილებელი ცნობდი რომ სატრფო იყო. შენი ცნობილი ადამიანი სატრფო. რომელსაც ეტრფი შორიდან. ნუ შენი ნახდათ, აი მართლა არ ვიცი. ნაფერი არის ჩემს ხედა. ანეს ან სტალონეც ხო იყო?
და ჩემი? აი ეს არ გამორჩეული არც ერთი არა, ჩემზე არ ვიცი. აი ესეთი რაღაცნაირი და აი ქრაში ხო ის არის, აი როგორც სახეობიც რომ ცნობილი celebrity просто მსახიობი არისო, ხო? დაკონკრეტებული. ხა ის რო დავწერო დამცინებს ხალხი. შენც დამცინებ. იმიტომ რომ ადრეს დამცინებ. მეგონი უკანა განათება უფრო ძლიერია ვიდრე წინა. და შეიძლება აქ ესე ხედავ მონა იქ ისე არ იყოს. თელეზდო ცუდი შუქი გვიყენია. მაგრამ გამოვსწორდებით. მოდი ამას არ დავწერ. და დავწერ. არ ვიცი. ჩემი არ ვიცი და რავი შენ ანას უნდა გაარტყა მე არ ვიცი. შენი დაწერილი გაქვს? ჩემი დაწერილი. თქვი ბარე მეც დაწერილი მაქვს ორივე და. Adrian Brody. ჩემი გემონები. მე კრის ჰემსვორთი მიწერია. არ არის კრის ჰემსვორთი, ჩემი celebrity crush. ესე მეგონა. თორი და რაღაცები ხო გევასებოდა და. რა შუაშია თორი მევასება, მითოლოგიურად მევასება თორი და მევასება მე რა ის. კი რა გიმტკიცებ რომ შენი კრაში უნდა იყოს თქო ესე მეგონა თქო. და ვაფშე და ჩემი ბროუდი რა შუაშია. ჩემი celebrity crush იყო ჯეკი ჩანი. 25-ის რო იყო. არა, ცოტა უფრო ადრე. მაგრამ ეხაც ძალიან მიყვარს, აი ბოლო ფილმი რომ ნახე მაგის ვიტირე. ჯეკი ჩანის? ხო. შენ არ გაქვს ხო ნახე? მე ვნახოთ. ნახოთ. და შენი ისა სათამაშობს ან რაღაცა თუ. გავიხსენე. შარლის ტერონი. არა? არა. საიდან არ მიხსენებია შარლის ტერონი. ვიცი ესე გადავწყვიტე რატომღაც. მითხარი რა? Kate Beckinsale. ეგ მithkoms. კლიქს რო უყურეთ. რა ეს არ გიცნობ საერთოდ? ნუ შენც რა ეხა ერთი გამოიცანი. ხო გამოვიცანი რა გინდა. მარტო ერთი გამოიცანი. ამოიღე. ერთ ნახევარი. ის ხო გავარტყი. მოცარტს არ დაწერდი? არა. ეს უფრო ძნელია ამაზე. ნახე ხუთი ის უნდა დაასახელოს ცნობილი ადამიანი. ხო. თითო გარტყმას თითო ქულა იყოს მაშინ. დაასახელე ხუთი ცნობილი ადამიანი, რომელსაც დაპატიჟებდი შენ ფართიზე. კარგი. შენ რო ფართი კონდეს ვის დაპატიჟებდი და მე რომ ჩემი ხუთი უნდა დავწერო, შენი ხუთი უნდა დავწერო და ეს ავადი 2 საათზე. მორჩი? ხო. შენები, ჯენიფერ ანისტონი. არის. ბროუდი აღარ ვთქვი ხა. არა. მე დი კრაშს დამიპატიჟებ ხა შენ ფარტი. კარგი ხარ. საინფელდი. ორი ქულა მაქვს ხო? ფედერერი. მესი? არა. სტივ კერელი. 4 ქულა ავიღე. 4 ქულა აიღე? ამოუშვი. არ გაინტერესებს ვინ იყო? ვინ არის ხო მართლა? მეხუთე. ლარი დევიდი. საوار. აი ფარტის რო გააკეთებ, როგორ შეიძლება ლარი დევიდი? არ მოვიდოდა. არ დაპატიჟო. კაი, შემდეგი. ჩემები მითხარ. შენები. სტივ კერელი. არა. არა? რიკი ჯერვისი? კი, ერთი ქულა. ერთი. ჯორგანი? კარგი ხარ. ჯორდანი? არა. კრამერის როლს ვინც ასრულებს? არა. всё. ორი გავარტყე მაგრამ. რიკი ჯორგანი, კრამერი, ჯორდანი და სტივ კერელი. სტივ კერელი, ხო, არა. ორი გავარტყე. ლუისი კეი. საინფელდი. კაი რა. არა, ფარტიზე გენერჯობია. და ისა ბილბარი. ასე ბევრს გავიცნობდი და ჯორდანსაც დავპატიჟებდი, მე 6-ს კი არა და რა ვიცი. ხო, მაგრამ აი რაღაცა ფარტიზე განსხვავებული. მე ამბათან ფარტა უფრო გამიდა, სიცილი უფრო გამისწორდებოდა და გადაობა რაღაცებზე რა. ხო, მაგრამ ჯორდანი რაღაცებს გაასერიოზულებდა. ხა ფედერერიც არ არის ისა დიდი კომიკოსი, მაგრამ დავპატიჟებდი ფარტი რომ. მე მაქვს 5 ქულა ჯამში, შენ 2. 5-2. 5-2. არა, ხო, 5-2. მოიცა ერთი წუთი, 2 ხო გავარტყი ახლა. ხო. მანამდე არც ერთი ქულა არ მქონდა. არა ძმა. ბოლო შეკითხვა. რაზე ხარჯავ ყველაზე ბევრ ფულს?
ან რაზე ხარჯავ შენ, რაზე ხარჯავ მე? ანუ რას ყიდულობ ყველაზე ბევრს რა? შენ? ესე უნდა დავაკონკრეტოთ ხო, ასე ხა შეიძლება ვთქვათ, რომ იმაში რაღაცა კომუნალურებში ვიხდით კი არა და რაღაცები, მაგრამ ალბათ ეგ იგულისხმობ რა, ყველაზე ხშირად ბევრს რას ყიდულობ რა, ფულს ხარჯავ. აჰა, კაი. გაკ? ჩემი რა არის? პოტასები. მართალია, ერთი კულა შენ? შენი? თქვი? საცურაო გოსტოვე. არა. აბა? სავარჯიშო ტანსაცმელი. სავარჯიშო და ანდრე საცურაო გოსტოვე. ეხა ამანაჯობა? იცი რა არის? საცურაო გოსტოვე გაკ ძალიან ბევრი და კიდე ყიდულობ ხოლმე და. ხო, მაგრამ იმის, აი როგორ არის, იცი? კი ვყიდულობ, მაგრამ ვყიდულობ აი ზაფხულში ვყიდულობ უფრო, იმ სიხშირით არ ვყიდულობ, მაინც არ გამოდის იმდენი რამდენიც. კი ბატონო, სავარჯიშო დასასწრენი. ორი კულა იღე ხარ? საერთოდ არ მჭირდებოდა, მაგრამ დღესაც კიდე 4 რაღაცა ვიყიდე. ერთი კულა. ერთი კულა. საბოლოო ჯამში გამოვიდა 5-3. 5-3. სამუშაო გაქვს. მარტო შენ თავზე რო ფიქრობ, მაგის ბრალია. დავფიქრდები. დავასრულოთ პოდკასტი. იმედია მაყურებელი გაერთო ისე ამონა. უღრმესი მადლობა, ვინც ბოლომდე დარჩა და გვისმინა. მადლობა. იმათაც ვინც ჩვენამდე გვისმინა. იმათაც ვინც ჩართეს და შვარცნეგერზე და სტალინეზე გათიშეს. არა. იმათ არა. ეგენი გვიფუჭებენ იმას ალგორითმს. აი 20 წუთამდე 20 წუთს ვინც გადაცდა, ყველას მადლობა რა. ისინი თუ 20 წუთს გადაცდა გათიშები გაიგებენ ჩვენ მადლობას, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული მადლობა, აი ტოპ მადლობები, ეხა ვინც კიდე გვისმენს ამ წუთს. ხო. გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. ვიდეო დაალაიქოთ, ძალიან დაგვეხმარება. ვიცი რომ ყველა ამას ითხოვს და twin გაიბურღავ უკვე YouTube-ზე მაგითი, მაგრამ მეც ჩემ პოდკასტინას პლუს ბურღავ და მაგრამ ნუ მართლა მნიშვნელოვანია YouTuber-ებისთვის. ჩვენ გვინდა რომ ეს ყოველკვირეული გახდეს პოდკასტი. ამაში შრომა ჩავდოთ, რაღაცები ვაკეთოთ და ამიტომ ეს იქნება ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული, ძალიან დაგვეხმარება. გამოწერის ღილაკი, ვიდეოს დალაიქება. და კომენტარება, გაზიარება, მეზობელთან დარეკვა რომ უყურე იმას. რამე მკითხვებით თუ გექნებათ ხოლმე და დაგვიწერთ. ხო, რჩევა თუ გექნებათ. აუცილებლად. მე მგონი განათება არ ვარგო და მთელი ეს გადაცემა. მართლა, რამდენი ვიწვარეთ ამ განათებაზე და რანაირად? შეიძლება კაი, არ ვიცი დაგჭას ეს, მაგრამ ხო, აი აქედან ძალიან ხო არ მონათებს. გამოგეთ როგორც არის. რას ამბობდი? კომენტარები დაგვიწერეთ. ხო, კომენტარები რჩევა პოდკასტში ის რა გაასწორებ და როგორი რუბრიკა. კითხვებიც დაგვიწერეთ, წავიკითხავთ. კითხვებს დაგვიწერეთ. ხო, შეიძლება გავითვალისწინოთ რაღაცა მოგითხას, რომ ეს ითამაშე, თან ესეთი ბლოკი გააკეთეთ. ამებსაც სიამოვნებით გავითვალისწინოთ. კიდე რა მაინტერესებს, იცი? პირველი სალანძღავი კომენტარი რა იქნება? ახლა სპეციალურად დაწერენ მაგას. არა, ახლა თუ ვიცით არ უნდა შენი განაცხადა და გიწერს. ხო, კომენტარების ისიც უნდა ვქნათ ჩვენს არხზე, რომ დაცენზურებული იყოს რაღაც დონეზე. ხო. იმიტომ რომ გამლანძღავი რაღაც უაზროდ ესეთი ნერვოზული კომენტარები რო არის, პროსტა რო გლანძღავენ უმისამართოდ. გაგინებენ პროსტა. ხო, ეგეთები უბრალოდ. ეგეთებს ბანი მოხდებათ და არ არის ესეთების ადგილი ჩვენს იმაში, საზოგადოებრივ community-ში. რა ვითარ შემთხვევაში. მადლობა, დამშვიდობოთ მაყურებელს. მადლობა. ერთ კვირაში შევხვდებით, ორ შაბათს ისევ, ორ შაბათობით დავდებთ ხოლმე ალბათ. ეს დღე ავარჩიეთ. მადლობა შენ. მადლობა შენ. მოგეწონა პოდკასტი პირველი გამოცდილება დებიუტი როგორი იყო? შვენიერი იყო. რაღაცა მეგონა რომ დაძაბული ვიქნებოდი, მაგრამ ეს კარგად წავიდა. შენი დამსახურება არის ეს, კარგი სახარ თანამშრომელი. მუშაკი. კარგი ქმარი ხარ. YouTube მუშაკი. მადლობა. შენ კარგი ცოლი ხარ. მადლობა. ესე დავიშალოთ. დავარ საკითხი იმედია იწერს. თუ ყველაფერი რიგზე და რეკზე იყო, ესე იგი, გადაცმას იხილავთ. აია. წავედით.